გამარჯობათ პატივცემულო მსმენელებო. ამ ბოლო დროს მინდა ვთქვა ახლა ყველას კარგად მოეხსენება, რომ რაღაცა ელვისებული სისწრაფით მიმდინარეობს ეს პოლიტიკური პროცესები, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკვე იმდენი თემები დაგროვდა ახლა, რომ უკვე აი ჩვენც ფიქრობთ ხოლმე, რომ აქედა რომელია საუკეთესო, რომელი გაუშვათ მსმენელს, რომელი აინტერესებს. არის კი შემოხმიანებებიც არის, საუბრები მიდის მოსახლეობასთან. აინტერესებთ ახლა განსაკუთრებულად აი ორ საკითხზე მინდა შევაჩერო ჩვენი დღევანდელი ყურადღება ჩვენი მსმენელის. რომ ეს არის რომ ჩვენი ახლანდელი ხელისუფლების მიერ ჩვენი ხელისუფლების მიერ წამოწეული საკითხი სამშობლოს ღალატის მუხლი, აი ეს აღდგენა, რომელიც აღარ იყო არავინ არ ახსენებდა საერთოდ სამშობლოს ღალატი, ეს თითქოს ამოღებული იყო დღის წესრიგიდან და ეს კარგია, კარგი ნიშანია რა თქმა უნდა, რომ ჩვენ რომ გავიხსენოთ ჩვენი ისტორიას, რომ გადავავლოთ ჩვენ საქართველოს ისტორიას, სამშობლო იყო უპირველეს ყოვლისა და ძალიან აი დაურჩელი არავინ არ რჩებოდა. იმიტომ გასაგებია ხო ჩვენი გმირი წინაპრები ძალიან ბევრი ყავდა, მაგრამ სამშობლოს გაყიდვა სამწუხაროდ მაშინაც მიდიოდა, იმიტომ რომ იმდენი შემოსევები იყო, ძალიან ბევრი მტერი ყავდა, მაგრამ იყო ძალიან ბევრი შემთხვევები, რომ პირველ რიგში ვინც წინახაზზე იყო, მათ მოეთხოვებოდათ ეს და ვინც აი სათავეებში იყო, მათზე ვრცელდებოდა და დღეს ახლა ეს იმუნიტეტი, ეს ყველაფერი ვინც ზევით არიან, იმათზე არ ვრცელდება. ხო, სამწუხაროდ ეს ასეა. თორემ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევები, ახლა მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან არ გამიგრძელდეს, რომ ჯერ მარტო ხევისბერი გოჩა რა დღის, რომ ქვეყნის ღალატი საკუთარ შვილს არ აპატია ბოლოს და ბოლოს თვითონაც იკლავს თავს. ახლა მაშინ სულ სხვა დრო იყო, ძალიან წარსულში გადავედი ახლა მე. მაგრამ მე მინდა იმისი თქვა გავიხსენოთ, რომ ახლო წარსულში ქართული ოცნების მიერ და მათი წარმომადგენლების მიერ ძალიან ბევრჯერ ითქვა აი ადრინდელი პროექტზე იყო ლაპარაკი, ძალიან ცნობილი პროექტი იყო ეს ანაკლიის სპორტის მშენებლობა, თურქული ინვესტიციები უნდა ჩადებულიყო ამ საქმეში და ამათი მხრიდან დაიწყო, რომ აი ქვეყნის მოვალატეები, გამხდელები, გაყვიდასთან გვაქვს საქმე და როგორია ახლა დღეს ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია განა, ეს არაბული ინვესტიცია რამით განსხვავდება და არა მარტო, კიდევ რამდენი რა. კი, რა თქმა უნდა. და კიდევ მინდა მეორე საკითხი არის ასეთი, ჩემო გახა, რომ ძალიან ვალაპარაკდა ეს ახლანდელი ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური deep state-ის ასე დაქვემდებარებული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ USAID, NED, მათი ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ ალაპარაკდნენ ამა თუ იმ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციებს რო აფინანსებდნენ და ძირს უთხრიდნენ სხვადასხვა ქვეყნებს, სახელმწიფოებს, მათ შორის ითქვა კიდევ COVID-19 ეს გეგმა მათგან იყო ეს შემუშავებული და თითქოს ეს ისე გამოდის, ახლა რამოდენიმე წლის წინ თავად იყო პრეზიდენტი, ამერიკის პრეზიდენტი იყო ბატონი დონალდ ტრამპი. ილონ მასკი, ეს ყველა ცუკერბერგი, ყველა ეს მაღალ პოლიტიკური და ეს ამერიკის მაღალ ჩინოსნები, ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომლებიც დღეს ალაპარაკდნენ, მაშინ რა არ იცოდნენ ამის შესახებ, თითქოს არავინ არაფერი არ იცოდა. და აი ამ საკითხების ირგვლივ რო დავიწყოთ საუბარი, ჩემო გახა, შეიძლება და აუხსნათ ჩვენს მსმენელს, რომ არ ეგონოთ, რომ აი მოვიდა ტრამპი და ამით გვეშველება ჩვენ და ბევრს აქვს მის იმედი, რომ სხვანაირად წარიმართება პროცესები. კი, უკვე დავიტრამპეთ, რო იტყვია. და რა ვიცი რა, ხალხი რო არ შეცდეს და ამაზე კიდევ ერთხელ რო არ შევცდეთ ქართველი ერი და საერთოდ.
კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ვიმჟელოთ ამ თემების ირონი. ახლა ჩვენ არ ვამბობთ, რომ უკანასკნელი ინსტანცია ვართ ჩვენ ჭეშმარიტების. ჩვენი მსჯელობა ეს მსჯელობაა, იმიტომ რომ ამ მსჯელობით უნდა მივიდეთ ამა თუ იმ დასკვნებამდე. ვინა ვართ უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ისეც ჩვენ ვეყრდნობით კიდევ ერთხელ ვახსენებთ საზოგადოებას. ვეყრდნობით მიღებულ სიტყვას, რაც ღვთისგან არის და სიტყვა ღმერთი, გასაგებია. ვეყრდნობით აი ამ სიტყვით მოწოდებულ მოთხოვნებს, ეს შეიძლება ძალიან არ სიამოვნებთ და შეეტყოთ კიდევაც, რომ არ სიამოვნებთ, რომ ესე იგი ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები, არსებული ფორმაცია ბოროტების გზა არის და ესაა დასაგდები. და თუ არ დავაგდებთ, დავიღუპებით. თუ ამ გზას გავყვებით, დავიღუპებით. აი ეს არის ზოგადი მოცემულობა, რაც ყველამ უნდა გაიგოს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ უებრო გმირები, ახალი დროის ახალი რაინდები, წინ გაგიძღვებით და ფორმაციას ჩვენ შეგაცვლევინებთ, ახალი სტალინები ვართ თუ რაღაც ამდაგვარი და ამდაგვარია რა. ამას არ ვამბობთ, არც არსად გვითქვია. ჩვენ იმას გადმოგცემთ, რაც ბატონმა აკაკი მოიტანა და მან კიდევ რაც მიიღო ის გადმოგცა. ჩვენ გადმოგცემთ იმას, რომ მთელი ერის საუკეთესო ჯანსაღი ნაწილი არის საჭირო, რომ დავირაზმოთ უფლის სიტყვის მოთხოვნების ირგვლივ. აი ესაა თავარზე მთავარი. ჩვენ არა ვართ ახალი დროის კერპები, ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, შედარებით ნაკლები ტვირთი გვადებს მხრებზე, ამიტომ გვიოლდება საუბარი, სესხები არ გვაქვს აღებული, თანამდებობები არ გვიკავია, დიდი ფული არ გვიდევს ანგარიშებზე და არ გვეშინია, რომ გაგვიყინონ და რაღაცნაირად მოხდა ესე, რომ ვართ აქ და რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ წამყვანი ნაწილი კიდე არიან იქ ხელისუფლებაში თუ მართვის სადავეებთან. ერთგვარი მაინც ეს არის პირობითობა რა. შეიძლება პირიქით ყოფილიყო, რომ ჩვენ ყოფილიყავით მათ ადგილას და ისინი ჩვენ ადგილას. ჩვენ მომწოდებლები ვართ, ვცდილობთ, რომ არ მოხდეს იმის დავიწყება, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. მოვლენა უკვე გადასული არის საკაცობრიო ფაზაში, ჩვენს გვერდით აღარ არის პირველი პირი, ვინც ამ საქმეში იყო უმაღლესი ცოდნის მატარებელი, თუმცა ეს ცოდნა მთელი 28 წლის განმავლობაში დაგვირიგა, დაგვიწერა, გადმოგცა, გვესაუბრებოდა, ამისთვის იღწოდა და ამ საქმისთვის იწოდა. კაცობრიობის მასშტაბით არის უკვე გადასული და ვხედავთ, როგორი კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება მოვლენები და სადღეისოდ ბროწეულის ოყნებზე თუ ვიხუმრებ, ძალიან დიდი მოთხოვნა. და აღარც არის გაქრა დახლებიდან. იმდენს ჭირდება განსაკუთრებით დასავლეთში, განსაკუთრებით იქ, სადაც ეგონათ, რომ ეს იყო მსოფლიოს უკანასკნელი და უმაღლესი დონე, განვითარების უმაღლესი საფეხური, აი იქ ძალიან დიდი ოდენობით იხარჯება ბროწეულის ოყნები, ოღონდ საბოლოოდ უშელი თუ არ უშელით, ეგ სხვა საკითხია. ესე იგი ჩვენ გვინდოდა თუ არ გვინდოდა, დაიშალა უზარმაზარი იმპერია საბჭოთა კავშირი, წარმოუდგენლად მძლავრი სისტემა, წარმოუდგენლად მძლავრი სახელისუფლებო ვერტიკალით, ჩიტი ვერ გადმოფრინდებოდა ღობეზე, მაგრამ ისე დაიბზარა და ისე დაიფშნა, რომ თვით ამ დაშლის ავტორებსაც კი დიდი შიში გაუჩნდათ, ამ ხელა რღვევა ასეთი სწრაფად დიდ უბედურობას მოგვიტანსო. იყო ეგ ამბები, ეს 90-იანი წლები, 80-იანი წლების საკითხებზე ვამბობთ ამას, იმიტომ რომ დრო გასულია და ამას ისე იტყვიან და შეიძლება არც ამობენ, რომ ვითომ ეს ჩვეულებრივი საკვალკურო ამბავი იყო. ეს იყო სწორედ მოწმენდილი ცაზე მეხის გავარდნა. ახლა გადის დრო და კიდევ უფრო მასშტაბური რაღაც იცვლება, კიდევ უფრო მასშტაბური რაღაც ირღვევა და ჩვენ რო გვეგონა,
განვითარების უმაღლესი საფეხურია ის რაც არის ევროპაში, რაც არის ამერიკაში და ამერიკა და ევროპა დასავლეთი ზოგადად აბსოლუტურად ერთიანი და მონოლითური ჩანდა, აი ისიც იშლება და ამ მონოლითს მთელ მსოფლიოზე ბატონობის სრული საფუძვლები გააჩნდა. თავისი საერთაშორისო ორგანიზაციებით, თავისი იდეოლოგიით, ფინანსებით, თავისი ახალი ტექნოლოგიებით და აი ეს სისტემა ირღვევა, რაც შენდებოდა მთელი საუკუნეების განმავლობაში. გადავიდა საკაცობრიო მასშტაბით, ესე იგი ცხოვრების წესი თუ უნდა შეიცვალოს, მაშინ ის ძველი უნდა მოირყას და იმ ძველის დაშლის, ძველის უკან მოტოვების პროცესში ახალს უნდა გაეკაფოს გზა. რაღაც ძალიან ბევრი იცვლება. ჩვენ ახლა დეტალურად არ ვიცით, რა თქმა უნდა, ეს ცნობები არ აგვაქვს. ერისთვის გამოყოფილი დრო, რაც ქართველი ერისთვის იყო გამოყოფილი, ამ დრომ გაიარა. რაღაც აქაც შეიცვალა, რაც თვალით არ ჩანს. მაგრამ კაცობრიობასთან ერთად თუ არის შესაძლებელი, რომ მაინც გაგრძელდეს და თან გარეთ იცვლება და თან შიგნით შეცვლის იმპულსებიც მოგვეცეს, ან გაძლიერდეს თუ კი რაიმე გარეთ ხელშეგვიწყობს ამ უძილითადესი ამოცანის ამოხსნაში, იქნებ წაგვადგეს და რაღაც პარალელურ რეჟიმში იქნებ ეს შესაძლებელი იყოს, რომ ერმა თავისი ისტორიული, სულიერი, ოდითგანვე ღვთისგან განსაზღვრული მისი აღვასრულოთ, რაც არის ფორმაციის შეცვლა. კაპიტალიზმის დამღუპელის საპირწონეთ და მისანაცვლოდ ახალს დაედოს საფუძველი საქართველოში. აი ეს რომ მოხდეს რა. იქნებ რაც გარეთ ხდება, ამან მართლაც ხელი შეგვიწყოს და შესაძლებელია გამოყენებული იქნას და ხელი შეგვეწყოს, მაგრამ არის მაგრამ. რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყნის შიგნით? არ შევეხეთ ამ საკითხს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ მოვალთო ბოლოს და ბოლოს გავასამართლებთ ნაციონალურ მოძრაობას მთლიანობაში. დაწყებულია ეს კამპანიაც ქმნიანი და შექმნილია კომისიები საპარლამენტო 2004 წლის არჩევნებიდან უნდა დაიწყონ. გასაგებია რაც არის ჩანაფიქრში ჩადებული. ამავე დროს წამოიწია საკითხი ეროვნული ღალატის, ერის ღალატის მუხლის აღდგენა, იგი გაუქმებული იყო სააკაშვილის პერიოდში, როგორც იურიდიული მუხლი, სამართლებრივი მუხლი ამოღებული იყო. ახლა კვლავ უნდათ რომ აღადგინონ და ესე იგი ამ მუხლით ალბათ ზოგიერთის გასამართლების საკითხებიც დადგება დღის წესრიგში. მოდით ფართო მასშტაბით მივყვეთ ახლა და ეს საკითხი რაღაცნაირად გავიაროთ. ერთად ვიმჟელოთ. კაცო, ერის ღალატი. ერთ პერიოდში თუ ეს აბსოლუტურად გასაგები იყო, არის პერიოდები, რომ ეს არც თუ ისე იოლად გამოსარკვევი საკითხია. იმიტომ რომ პატარა ქვეყანას ორიენტაციის საკითხები დღის წესრიგში ყოველთვის ედგა და გვედგა გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, იძულებული იყო საქართველო, რომ ლავირება გაეწია ორი იმპერიის მიმართულებით შეიძლება, ხან სამი იმპერიაც და ხოლმე მათ ინტერესებიც ერთმანეთს ეჯახებოდა და ამ ძალიან დიდების ზეწოლის პირობებში გარკვეული ლავირება ხდებოდა და ესე იგი პოლიტიკური საკითხები იყო. თუ ერთ მხარეზე დგომა მაინც მეტნაკლებად მისაღები იყო და მეორე მხარეზე ითვლებოდა გადასვლა საზიანოდ, სამაგიეროდ მეორე მხარე პირიქით თვლიდა. ესე იგი ეს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებასაც იწვევდა. ეხლა ჩვენ რომ გამოკვეთო ერის ღალატი, ეს არც თუ ისე იოლი საკითხია. ესე იგი აქ თითქოს იოლია დაუშვათ რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ რუსეთი ოკუპანტია, გავიძახით, არა, ფაქტიც არის მართლაც
და არ არის დიდი დრო გასული 2008 წლიდან, რაც სამხედრო დაპირისპირებაში იყო ჩვენი ეგრეთ წოდებული მეზობლობა გადაზრდილი. აი აქ თითქოს იულია ერის ღალატად რა თქმა უნდა ჩაითვლებოდა რომ ჩვენი სამხედრო მონაცემები მიგვეწოდებინა დაზვერის მონაცემები გახმაურებულიყო რაც მის სამხედრო ოპერაციას ხელს შეუწყობდა აქ იული გამოსაკვეთია და დანარჩენ შემთხვევაში ცოტა არ იყოს და რთული საკითხია. და რატოა? ძალიან რთული საკითხია მოახდინოთ დეფინიცია სამშობლოს ღალატისა, როგორც ასეთი. რომ ჩვენ კიდე კარგად ვერ გაგვიგია, რომ სადა ვართ, რას ვაშენებთ, სად ვიყავით. რომ მასონური იმ გეგმით, იმ გლობალისტური იმ გეგმით, რასაც ახლა ერთგვარად მაინც წყალი აქვს შემდგარი და მაგ თემასაც ვეხებით ხოლმე ალბათ თუ დრო დაგვრჩება ის მეორე საკითხი გარეთ რაც ხდება ნაწილობრივ მაინც რა თქმა უნდა ეს ძალიან ტევადი საკითხია ყოვლის მომცველი ვერ იქნება ვერც ერთი გადაცემა თავისთავად ცხადია მასონობა აშენებდა ისეთ სამყაროს სადაც არ უნდა ყოფილიყო საზღვრები სადაც არ უნდა იარსება ერებს როგორც ასეთს სადაც უნდა მომხდარიყო შერწყმა შერევა ამისი მაგალითი იყო ჯერ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ემიგრანტების ქვეყანა ნუ იქ იყო რა თქმა უნდა რასობრივი დევნა და მონობა და რაღაც მაგრამ ნუ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მაინც ნუ ამერიკა იყო კოსმოპოლიტიზმის მთავარი ქურო მაგრამ შემდეგ ეს კოსმოპოლიტიზმის უმთავრესი გვირგვინი ევროპის მაგალითზე წარმოიქმნა და შექმნეს, ჩამოაყალიბეს, გამოჭედეს, ასე ვთქვათ და აი როცა ასეთ სისტემის, ასეთი წყობის დანერგვა მიმდინარეობს ქვეყანაში ეხლა მოვიტყვით რომ ეს ასე არ არისო ჩვენ კონსტიტუციაში კი ჩავწერეთ რომ ჩვენი მიზანსწრაფა უმთავრესი არის სწორედ ევროკავშირში და ნატოს ბლოკში გაწევრიანება და ინტეგრაცია, ანუ შერევა შერწყმა. იქ კი უმთავრესი კანონი არის ადამიანი ყოველგვარი საზღვრების შეზღუდვით, ყოველგვარი რელიგიური შეზღუდვის გარეშე და ადამიანი თავისუფალია და კოსმოპოლიტურ სივრცეში როგორც კომუნისტურ პერიოდში პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით, ეს იყო უძირითადესი ლოზუნგი, კოსმოპოლიტური ლოზუნგი, რომელიც ყოველგვარ ეროვნულს უარყოფდა თავისთავად ცხადია, 10 ჯერ უარესი და 10 ჯერ მძლავრი კოსმოპოლიტური ნაკადზე იყო აგებული ევროკავშირის ერთობის პრინციპი. და მასთან ინტეგრაცია თავისთავად ნიშნავდა, რომ უნდა შემოგვეტანა ისეთი ტიპის განათლება, ისეთი ტიპის მართვა, ისეთი ტიპის საჯარო პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ცნობიერებას და ეროვნულ ყოფიერებას მოშლიდა და გახდიდა დიდი ერთიანი რაღაც რუხი მოცემულობის ნაწილად აქცევდა. ნუ ამ დიდ რუხ მოცემულობას თუ დავარქმევით ევროკავშირს, ევროკავშირად გადააქცევდა. სადაც ყველა ვიქნებოდით უბრალოდ მოქალაქეები. მორჩა და გათავდა. შემთხვევითი არ იყო ის რომ გამსახურდიას უწოდეს რომ ეს დინების საწინააღმდეგოდ მცურავი არსიაო, იმიტომ რომ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა ეროვნული მოძრაობის და მასონობის ინტერესი, ანუ მსოფლიოს მმართველთა ინტერესი ურთიერთსაწინააღმდეგო გახდა. მანამ ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით ეროვნულ ძალთა ინტერესი და მათი ინტერესები ემთხვეოდა იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ გვინდოდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვყუდნებოდა და ეროვნული რესურსი უფრო უკეთესად აგვეთვისებინა და გამოგვეყენებინა პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთითო და მაინდა-მაინც საქართველოში რომ უნდათ რომ ეს მომხდარიყო და აღრეულიყავით. იყო ის პოლიტიკა სხვადასხვა მეთოდით და ამას ეწინააღმდეგებოდა საზოგადოება, თუნდაც ენის სახელმწიფო ენის ქართული ენის
საკითხებთან დაკავშირებით დიდი გამოსვლებიც იყო, ეს ვიცით რა, ეს ამბები, ცნობილი ამბებია და მაშინ ქართული საზოგადოება ამ ყველა შერწყმასთან საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგავდით და ვიცავდით მეტნაკლებად ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ დამოუკიდებლობა იმიტომ გვინდოდა რომ ჩვენი თავი ჩვენად გვკუთვნებოდა და უკეთესად მოგვეხმარა ეს ჩვენი რესურსი და აღარ დამუქრებოდა იგივე ქართულ ენას და ქართულ სწავლა-განათლებას საფრთხე და ქართულად სახელმწიფო დაწესებულებებს მუშაობის საშუალება ჰქონოდა. მაგიტომ გვინდოდა, მაგრამ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და რაღაც ფორმით ჩვენ დამოუკიდებელი გავხდით, ჩვენი ეროვნული ინტერესები და მასონური ინტერესები სრულ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა და მოხდა ისე როგორც მოხდა. შემთხვევითი არ იყო, როდესაც შეიქმნა შემდეგ მოქალაქეთა კავშირი და ძალიან მალე ახალგაზრდულმა ფრთამ ეროვნების გრაფა ამოიღო. იმიტომ რომ მასონურ წყობაში, მასონურ მართვის სისტემაში არის მოქალაქე. იქ ერი არაა საჭირო, არც რასით ჩაწერა, არაფერი არაა საჭირო. მათთვის, აი ნახოთ, სადაც ამ სისტემამ დიდი ფესვი გაიდგა, იქ თავის სახი ადგილობრივს დაკარგულია. ვინ წარმოიდგენდა, რომ ფრანგი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდებოდა რა. მაგრამ აი ჩავარდა, ხო ავიღოთ მისი ფეხბურთის ნაკრები და საერთოდ ძალიან ბევრი რა, რომ რა მდგომარეობა არის. ეს ყოფილი ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია, უძლიერესი კოლონიზატორები. ერთდროულად თანაც დიდი კულტურის, ძალიან დიდი სიახლის სიო სწორედ პარიზიდან და საფრანგეთიდან უპერავდა თავის დროზე. იგივე ფრანკმასონობა. ხო დღეს აი ამ მდგომარეობაში არის, რომ ვეღარ გაიგებ ვინ არის, როგორ არის და ეს გენეტიკური ფენომენი გაქრობის გზას ადგას არა და ბოდიში გახდა და მინდა ჩაგეჭრა რომ აი პარიზთან დაკავშირებით რა საღამოს უკვე არა ნამდვილი ფრანგი ვეღარ გამოდის პარიზის ქუჩებში. იქ სადაც ზანგური კვარტლები, იქ სადაც ზანგები, არაბები არიან და იგივე ხდება გერმანიაში. და როდესაც აქ მაშინა იკითხვას, ესე იგი, როდესაც ევროპის დედაქალაქში ჩვენ ყველა კანონი და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ აქ ქართველს აღარ დაეთქვემება და გარბის. აი ამ პირობებში ჩვენ იგივე ხალხი ვართ, ვინც გუშინ ამას ვაკეთებდით და დღეს უცებ გვინდა რომ ერის ღალატის მუხლი ავამოქმედოთ. ვის უნდა მიუყენოთ? მაინც ვის უნდა მიუყენოთ? კარგით. ახლა თქვი რომ აი თუ კი რომელიმე ქვეყანასთან საომარი მდგომარეობა გაქვს, თითქოს უფრო იოლია, რომ მაგალითად აი ჩვენი სამხედრო ნაწილების საიდუმლო განლაგება, რაღაც საიდუმლო გეგმარი გაიცა მოწინააღმდეგეს ხელში, აი ამ ავანაპიროვნებამ გააკეთა ეს, გადასცა ეს ცნობები და გასაგებია რომ ეს ერის მოღალატეა. აქ ყველაფერი არის ნათელი და ცხადი. ეს გავიგეთ, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში როდესაც ისეთ კანონებს ვიღებთ, ანალოგიური შედეგები მოაქვს. ეს არ არის ეროვნული ღალატი, ერის ღალატი. როცა მასონურ წყობაში ხარ და მასონურ კანონებს ამკვიდრებ, შენი ერისთვის ადგილი რო არჩება. იქ დამთავრდა. აქ არ არის ერის ღალატი და ჩვენ ხო ის ხალხი ვართ, რომლებიც მაშინაც ვიყავით ამ მასონურ ტაძრის მშენებლობაში ვიღებდით მონაწილეობას და ვამაყობდით რომ ყველაზე პროდასავლური ქვეყანა ამიერკავკასიაში საქართველოა და ეს მედროშე და მოწინააღმდეგეა, ეს ხო ჩვენ ისევ ის ხალხი ვართ. ვისაც გვინდა რომ ეს კანონი მივიღოთ. განათლება იქ აგვაქვს მიღებული, იქიდან დავფრთიანდით, იქიდან აღმოჩნდით ისეთ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიდანაც მერე სახელმწიფო სივრცეები დაკომპლექტდა აქ ადგილზე. რა, აი როგორ გვინდა ახლა კანონი მივიღოთ. შემდეგ ცირემიწიანი ქვეყანა ვართ. ჩვენ წინაყარს რომ მატერიალური სახსარის მიღების გამო მიწა-წყლის გაყიდვა რო დაეწყო, დარჩებოდა საქართველო. კიდი და ჩვენი წინაპარი, კიდი და თუ გვართმევდნენ, არ კიდიდან.
აი ახლა როცა ინტეგრაციის აი ამ ხელა ზღვატალღაა და წამოფობრილია მთელ მსოფლიოში აი ამ დროს როდესაც იწყებ და მიმდინარეობს მიწაწყლის გასხვისება, უძრავი ქონების გასხვისება, როცა 6 მილიარდი შემოგაქ და ამას დიდ სიხარულით გვამცნობ, რომ აი უნდა გაშენდეს ეს განსაკუთრებული შენობები, განსაკუთრებული სიმდიდრის არ თუ ისე მრავალსართულიანი და ძალიან საქართველოს მასშტაბებისთვის ძალიან დიდი მასშტაბების რა თქმა უნდა, ამ ხელა თანხა არ შემოსულა ინვესტიციას ვთქვათ და ინვესტორი არ შემოსულა და დაისვა საკითხი შიგვის უნდა ეცხოვრა და ყველა მივა იმ დასკვნამდე თუ ლოგიკურად ვიმშენებთ რომ ეგ ქართველებისთვის არ არის ეგ არის უცხოელი მდიდრისთვის ჩვენი მდიდრები ისეთ სახლებში არ ცხოვრობენ რომ წყალი ჩასდიოდეთ რაცო არც იმდენად მაინდა-მაინც იმდენი მდიდარიც არ აქვს ვისაც აქვს სახლიც აქვს სასახლეც აქვს ვისთვის შენდება ეს ერთი საკითხი აგერ სოციალურ ქსელში ვრცელდება ეს მონაცემებიც რომ 2025 წლისთვის საქართველოში მიწის ფასი აიწევსო და ასაბუთებენ იმით რომ როდესაც ომმა რუსეთიდან და უკრაინიდან და ბელორუსიიდან აქ ტოლვილთა გარკვეული ნაკადი გადმოისროლა უძრავ ქონებაზე აიწია ფასმა დედაქალაქში და ასეთ ადგილებში როგორც აჭარის ბათუმი და ხო რატო ყველაფერი გასაგებია ხო მოვიდნენ და მივკიდეთ და გავყიდეთ და ამათ უნდათ რომ მალევე მიწებით შეესყიდათ შეეძინათ მაგრამ გარკვეული ხარჯებს მოერიდნენ და როგორც ჩანსო 2025 წლისთვის გადაწყვეტენ და გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული ძალიან ბევრ ბათქანს რომ მაგრამ რადგან სახლიც აქვს მიწაც უნდა შეიძინონ მიწაც წყალიც უნდა შეიძინონ და სიხარულით გვამცნობენ რომ მიწის ფასმა აიწიაო საქართველოში და მიწის ბაზარი იმდენად იყო ჩავარდნილი გარკვეული წლების წინ რომ საერთოდ მიწას ფასი არ ქონდა და საქართველოში მიწის ფასის აწევა პირდაპირ უკავშირდება უცხოელი ინვესტორის შემოსვლას ესე იგი როცა ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე გვაქვს გატანილი ჩვენი მამული და მყიდველი მოდის აი ფასი მაშინ მაღლა არის დაკანონებულია ეს ბოლო ხო ამას რა ქვია არ ქვია სამშობლოს გაყიდვა გასხვისება ეს არის ეს კანონი და ეს ვითარება რომელიც ასეთ პროცესებს წარმოქმნის და ამ დროს ხელისუფლება ხარ ეს მოღალატე არ ხარ ამ ნაბიჯებს რომ მოყვება დემოგრაფიული სურათის შეცვლა ესე იგი ქართველის მაგივრად უცხოელი უმრავლესობა რომ იქნება და უცხოური კაპიტალით უცხოური თუ ჩვენებო ინვესტორია თუ რაც არის მყიდველის ხელში რომ გადავა ის მიწაწყალი რისთვისაც უზომო სისხლი აქვს ნაღვარი რომ დაენარჩუნებინა ჩვენს წინაპარს ხო ვართ ქართველები ჩვენ ხო საერთო წინაპრობიდან მოვდივართ ამას ეხლა რომ ვასხვისებთ ეს პროცესი რომ გაუჩერებლივ რომ მიმდინარეობს ერის ღალატი ამას არ ქვია აი სამხედრო შეჯახება თუ მიმდინარეობს რომელიმე მეზობელთან ჩვენ ეს რამე არ გვინდა თავისთავად ხარია აი გასაგებია რომ ამან ვიღალატა ან ჩააბარა ნაწილი ან იარაღი გადასცა ან ცნობა მიაწოდა ეგ გავიგეთ ამას მოყვა მარცხი ამარცხის გამო აყარეს მერე სოფლები რაც მოხდა სამაჩაბლოში გამოყარეს ჩვენი მოსახლეობა როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა ეს ღალატია გავიგეთ მაგრამ აი მშვიდობიან პერიოდში და პირობებში 6 მილიარდი რო შემოგაქ ნაციონალური მოძრაობის ამბებზე მაშინ ძალიან ვიყავით არესილები და სამართლიანი და სწორიც იყო ლაზიკას რო აშენებს შიგვინ უნდა იცხოვროსო ჯერ ვინ აშენებსო სრულიად სამართლიანი იყო ჩვენ რო სინგაპური რო მოგვიწადინებია და 6 მილიარდი რო შემოგვაქ
და ამავე დროს ერთდროულად დიდი სიამოვნებით რომ გვაცნობენ რომ 2025 წელს მიწის ფასი აიწევსო. ეგ იმიტომ რომ ყიდველი ბევრია და იყიდიანო. ამ პროცესს არ ქვია ის ღალატი? სხვა რა უნდა. აი როგორ დავარქვათ? ეხლა მუხლი რო გვინდა მივიღოთ. დეფინიცია როგორი უნდა იყოს? როგორი უნდა იყოს? თავის თავზე არ უნდა ამაცი არ იმოქმედებს ის მუხლი. ხო, აი არა, ხო აი მაგ სწორედ ამაშია საქმე. ჩვენ ისეთი მუხლი გვინდა მივიღოთ, თუ მივყვებით სწორად, ობიექტურად და არა მიკერძოებულად. იცი რა, მე არ მეხება. მაგრამ აი აქ დაბალ რგოლში ვიღაცას ეხება, ვიც დაჭერილი მყავს უკვე, ვიც გამოჭერილი მყავს, იმას ეხება, მე არ მეხება. თუ ამ მუხლს ჩვენ დავამუშავებთ ობიექტურად და მიუკერძოებლად, მაშინ მართველი პოლიტიკური ძალაც ერის მოღალატეა. პირველ რიგში მათ უნდა მოეთხოთ. ყველა ვინც კოსმოპოლიტურ გზას ადგა დღესაც და აგრძელებს, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა ქართველობა თუნდაც უმცირესობა იყოს ქვეყნის ტერიტორიას. თავარია მოვიდეს ინვესტორი, თავარია ახალი ტექნოლოგიები იყოს და ასე შემდეგ. ესეთი ძალა ვინც არის, რომელი პოლიტიკური ძალაც არის არ და საკამაოდ არიან, ძალიან კარგად გრძნობენ თავს. შესანიშნავი საინფორმაციო საშუალებები უყრიათ ხელში. ასეთი პოლიტიკური ძალებიც ერის გაქრობაზე მუშაობენ და თავისთავად ცხადია, ეს მუხლი მათაც უნდა ეხებოდეთ პირველ რიგში. პირველ რიგში. არავით არის, ყოველგვარი იმუნიტეტის გარეშე. ახლა რა უყოთ? მაშას ადამე ძალიან ბევრ რამეს გვაქვს გადასახედი და გადასაფასებელი. ძალიან ბევრი რამე გვაქვს სხვანაირად შესაფასებელი. ჩვენ რო გვინდა რომ ელის მოღალატეობის მუხლით სხვა გავასამართლოთ, ჩვენი ნამოქმედარიც უნდა გვავიწყდება. თვითონ ჩვენ ანგელოზე და არ უნდა დაგვავიწყდეს. ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ რომ აი ბიძინა ივანიშვილს როგორ ართმევენ ქონებას და როგორ არასამართლიანად ექცევიან. კი ბატონო. მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, ამის გახსენება არ უნდა, როგორ მოექცნენ ქართველ ერს. გაგი ორმაგეთო. და მთელი თანხები რომ შეატაინეს ის დანაზოგები, ის ნაშრომ ნაღვაწი. შემდეგ ეს თანხები გამოიტანეს, რომ გადაახურდავეს დოლარებზე. და იმ ხალხს ცარიელი ქაღალდიც არ მისცეს. შემდეგ, როდესაც საერთო სახალხო ქონება ეროვნულ სიმდიდრედ რომ უნდა ქცეულიყო და 25 ლარიან ვაუჩერებად გავხადეს რაღაცის მესაკუთრებით და 5 ლარად რო დაიყიდა ეს ვაუჩერების ეს საერთო ეროვნული ქონება ჩვენს თვალწინ გაიყიდა, დაინგრა, დაიშალა ჯართა თუ ჩარხება თუ რაც იყო და როგორც იყო 3 ტრილიონამდე დოლარის ღირებულების ქონება რომ გავიდა აქედან. არაფერი რო არ დაუტოვეს, სამსახურები გაჩერდა, მთელი რიგი ნგრევა რო წავიდა. აი ამ ქართველ ხალხზე და ქართველ ერზე არავინ რო არაფერს არ ამბობს. ეს როგორ არის ეს საქმე? აქ როგორ არის? კარგი ერთ ადამიანს რო უყადაღებენ და თავის ნაშორს რომ ნაშორზე წდომას რო უფერხებენ. ეს შვეიცარიის ბანკია თუ სხვა ბანკები დაუშვათ ამ დიდი პოლიტიკური ამბებიდან გამომდინარე. მაგრამ ქართველებს თითოეულ ქართულ ოჯახს და აქ მაცხოვრებელს დიდი ხანია რომ ეს გაუკეთეს და თანაც გაუკეთეს ყველა დონეზე. გაგძარცვეს ბოლო დონემდე. და შემდეგ დოლარზე გადაახურდა, შემდეგ მოხდა კუპონიზაცია. ცარიელი ქაღალდით უზარმაზარი ქონებები იქნა ნაკიდი და გაგხვდეს მილიონერები. ხო, გაგხვდეს მილიონერ მილიარდელები და საბოლოო ჯამში არაფერი. ეს ძარცვის უმაგალითო კასკადი რომ მოადგა ქართველ ერს და დღემდე უპატრონოთ როა. ერი ფაქტიურად უპატრონოთ არის. საკუთარ სამშობლოში არ დაედგონება. ძალიან ბევრს
და ამიტომ არის გასული და დაცლილი აქაურობა. ამაზე ძალიან ცოტას ვლაპარაკობ და შევლაპარაკობთ ერთ პიროვნებაზე. ერთ პიროვნებას როგორ აკადაღებენ და როგორ არასამართლიანად ექცევიან. სამწუხაროდ ამ ძალიან დიადი ძარცვის პროცესში ის პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ, ამას უნდა დაერქვას მსოფლიოში ალბათ უმაგალითო ძარცვა გლეჯის ეპოქა და დრო და შამი, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში განხორციელდა და მიზნობრივად. რამაც ეს საერთო წაართვა ყოველგვარი ინდუსტრიული სიმძლავრეები, განადგურა ყველა დარგი, გაანულა რამის და აი ამ პერიოდში გაჩნდნენ სოკოებივით, მცირე რაოდენობით ოლიგარქები. ასე მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასე მოხდა ოლიგარქიის წარმოქმნა. დასავლეთში ისტორიულად იქ ცოტა სხვანაირადაა საკითხი. რა თქმა უნდა, ძარცვა გლეჯას კოლონიზატორები არ აკლებდნენ, მაგრამ იქ რეალური წარმოებაც შეიქმნა. ამ რეალური წარმოებით მიღებული შემოსავლებით წარმოიქმნა ეს ბურჟუაზია და ეს კაპიტალი, რაც დასავლეთში და არა მარტო დასავლეთში არის უკვე, ეს არის იქ მოცემულობა სხვა არის. იქ მართლა შრომა იყო ჩადებული, მართლა ტექნიკური პროგრესი იყო მიღწეული, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ფიზიკური რეალიზაცია ხდებოდა და ამით დააგროვა კაპიტალი, მაგრამ აი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში ძირითადად ჩვენი მამაპაპის ნაშრომი და შექმნილი ინდუსტრიის განადგურების ხარჯზე წარმოიქმნა ეს ოლიგარქიული კლანები. ხო, ქართველებსაც ძალიან ნაკლებს ლაპარაკობენ. როგორ მიუდგეთ ახლა ჩვენ ამ საკითხებს? აი როგორ მიუდგეთ? ჩვენ გვინდა რომ დავსაჯოთ ერის ღალატით ვიღაც რაღაც ნაწილი ისე რომ თვითონ არ მოყვეთ იქ. ასე გამოდის. შესაძლებელია ისიც გვარსახელით თარიღებით წავიდეს ლაპარაკი, ვინ, სად, როდის, როგორ ასაუწია ხელი, რა კრედიტი გაიტანა, მე რა ფასით დაიფარა ეს და ესეც ცნობილია, დიდი დრო არ არის გასული. ხლა საუკუნეები რო იყოს გასული, არავის არ ეცოდინებოდა და ყურადღებასაც დიდად არავინ არ მიაქცევდა, მაგრამ ეს ხო ჩვენ დროშია მომხდარი. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ დრო არის აჩქარებული და ძალიან ბევრი რამ ჩვენ თვალწინ ჩვენ შეგვიძლია თითოეულმა ადამიანმა გავადევნოთ ამას თვალი და დავინახოთ, რომ ამ პროცესებში უმრავლესობას გვაქვს მონაწილეობა მიღებული. რასაც თუ სამშობლოს ღალატის მუხლი გვინდა რომ შემოვიტანოთ, თითქმის ყველას გვეხება. ეხლა რა გავუყოთ? მაშინ ერთი დიდი ციხეა ასაშენებელი. და ამას სიკვდილი, ამას ჩამოხოვა. და უმრავლესობა ჩვენი ნებით უნდა შევიდეთ თუ ვინ შეგვეკავში. აი ეს წინააღმდეგობა არსებობს. და როგორია მოწოდება აი ახალი მიღებული ახალი სიტყვის როგორ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმაციაზე თუ ეს ბოროტების გზა რაც დასაკვდები გვაქვს თუ ადამიანი ერი კაცობრიობა ღვთაებრივი წარმონაქმნია მასონურ სისტემაში ცხოვრობ და ფორმაციაში სადაც ერი იგნორირებულია თავისთავად შენ ანტიეროვნულ საქმეები გაქვს ნაკეთები და უბრალოდ ანტიეროვნულობა, მხოლოდ ანტიეროვნულობა კი არ არის. ახალი სიტყვიდან გამომდინარე ღვთის ნებელობის წინააღმდეგ მოქმედება. ერთდროულად. და როცა ეს ანადგურებ, ვითომ პიროვნების თავისუფლების გამო, იმ პიროვნებასაც ანადგურებ. და კაცობრიობასაც სამარეს უთხრი. ამას შეიძლება პირდაპირ ვერ ხედავ, პოლერობაზე მაგრამ ხო, აი ეს და თუ ბოროტების გზა უნდა დააგდო და ახალი დაიწყო, მაშინ მიღებული სიტყვიდან, მიღებული სიტყვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ნულოვანი მდგომარეობა გვაქვს გასავლელი. ბევრჯერ ახსნა ბატონო, აკაკი და რას ნიშნავს?
ეს მრავალ რამეს მოიცავს, მაგრამ კონკრეტულად ჩვენი თემაზე გვაქვს საუბარი. დანაშაულის საქმეზე გვაქვს საუბარი. რადგან ბოროტების გზით ცხოვრობდით, ყველას გვაქვს გარკვეული ჩვენი წილი დანაშაული. ღვთის წინაშე, ერისა და ქვეყნის წინაშე, ამიტომ ვიწყებთ ბულოვანი ვარიანტით. ვპატიობთ ერთმანეთს. ერთ-ერთი პრინციპი ამით ვაძლევთ საშუალებას, რომ ძველი მივატოვოთ და ახლის შენება დავიწყოთ. ეხლა ეს ჩვენ გვიხარია, არ გვიხარია. მაინდა-მაინც ვითხოვთ, რომ არა, ეს ნაწილი უნდა დაისაჯოს, დაიხრიტოს თუ რაღაც ამდაგვარი. ეს ასეთი განწყობებიც რა თქმა უნდა აქვთ, არიან ხალხია რა. მიუხედავად ამ ჩვენი განწყობებისა, მიღებული სიტყვიდან გამომდინარე, სიტყვის მოთხოვნებიდან გამომდინარე და სიტყვა აღმერთი, ნულოვანი ვარიანტი, ნულოვანი მდგომარეობა გვაქვს გასავლელი. უნდა მიუტევოთ ერთმანეთს. უნდა ვახიაროთ ეს ცოდვა, საერთო ცოდვა ჩადელი, ამაში გვაქვს ნამონაწილებელი. ამ ცოდვის ნახევარში ხარ ისევ. ამ ცოდვის საძირკველში ხარ ნამყოფი. და ახლა გინდა რომ ერის მოღალატის მუხლი შექმნა და ვინ საკუთარი და თავი დასაჯო თუ სხვა. უნდა შემდეგ შევთანხმდეთ ახალ პრინციპებზე. იმიტომ რომ რა პრინციპზე ახლა კაცო? შიგი წერია რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია და ნატოსთან ინტეგრაცია არის ჩემი მიზანი. კონსტიტუციაში გიწერია. შენ გინდა რომ კონსტიტუციას თუ არ ღვევ ხარ თუ არ არის მოღალატე. აი როგორ კონსტიტუცია თუ მასონურია, მასონური მოთხოვნები აქვს. იმათთვის გამოდის მოღალატე. მაშინ შენი კონსტიტუცია აი რთული საკითხია. მაგრამ ვინ მისცემს ამის უფლებას? როცა შენ ამ ინტეგრაციაზე თვითონ გაქვს ხელი მოწერილი და თუ უკვე კანონს იღებს, სადაც აი ამ ქვეყნებს უცხოებს ეძახი, უცხო ქვეყნის აგენტი, ესე იგი იმ ქვეყნიდან იმართება უცხო. შენ კონსტიტუციურ ჩანაწერს ხო ეწინააღმდეგები? შენ მათთან ინტეგრაციას საკითხი კონსტიტუციიდან გაქვს განსაზღვრული. მათთან შერწყმაზე ხარ წასული. სამხედრო კუთხით, ნატოში გაწევრიანება აუცილებლად. სამოქალაქო და ცხოვრებისეული წესებით აბსოლუტურად და მე უცებ გამოდის და შენ ძაგი ეს უცხოა. იქიდან ფულს იღებს, ესე იგი უცხო ქვეყნის агенტი ხარ შენ, აქ ვინც მოვაწევ. როცა იმათ ამხელა შრომა და ფული აქვს დახარჯული ამ საქმეში. გააჩნია ვინ ვის როგორ შეხედავს. აი იმათი თვალსაზრისით კიდე ეს ხელისუფლებაა კონსტიტუციის დამრღვევი. კი ბატონო. ეს ხელისუფლება არის ერის მოღალატე რა მოგახსენო ამოღებულია, მაგრამ სოფლიო მოქალაქეთა კრებულის ევროკავშირის მოღალატეა ეს ხელისუფლება. ესე გამოდის, ესე. ერის მოღალატე აქ არ გამოდის. ნუ ისინი ესე უყურებენ. მოკლედ, ეს აბსურდი არ დამთავრდება. არ გამოვა ეს ნახევარ სიმართლეები და ახალ ფორმაციაზე გადასვლა ნიშნავს, რომ ძველი ფორმაციის ცოდვებისგან უნდა მისცე ადამიანს გამოსვლის საშუალება და ახლებურად უნდა განისაზღვროს მართლაც უმაღლესი სასჯელის საკითხი. აი აქ ჩამოყალიბებული ეს არის მომავლის კონსტიტუციის ქვაკუთხედი. ეროვნული აქ არის საგარეო საკითხი განსაზღვრული, ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით. ესე იგი არ გექნება უფლება შენ ეს ნეიტრალიტეტი დაარღვიო, ეს ერთი, ან მე ვამბობ უმაღლესი დანაშაულის განსაზღვრისთვის და მეორე ქართველი ერია მასპინძელი და გაყიდულ გასხვისებული უკანმა დაბრუნდეს და ეროვნული საკუთრება შემოსაღები. აი ვინც ეროვნულ საკუთრებას დაარღვევს, ვინც შეეცდება რომ კვლავ გაყიდოს და გაასხვისოს, აი ეს მოღალატე უკვე ის იქნება. ამ ახალში თუ გვინდა იქ ყველაფერი გარკვეულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, გამარტივებული, ნებისმიერ რიგით ადამიანს თავისუფლად უნდა ესმოდეს, არ უნდა იკითხებოდეს ორმაგად და ორმაგი გაგებით,
ესეც დიდი პრობლემა არის. აქაც ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, კანონი არ არის საჭირო რომ მთელი არზები იყოს, მით უმეტეს ჩახლართულ საგანგებოდ გართულებული, რომ არათუ ორნაირად შეიძლება სამნაირად და ოთხნაირადაც თარგმნო და მერე გააჩნია ამას, იმას და ბევრი რაღაც, ეს გასამარტივებელი არის, კარგად ეს მოდეს. და მომავალში, ესე იგი, მომავალის ფორმაციაში, მომავალი ცხოვრების წესშიც მართლა გვინდა რომ საქართველოს აშენდეს და ავაშენოთ და ვიქართველო და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუთოს, ის ძალიან ნათლად უნდა ჩანდეს რა ჩაითვლება ერის ღალატად, ან უმაღლეს დანაშაულად. ჩვენ შემთხვევაში ეს არ გამოვა. უნდა მიუტევოთ ერთმანეთს და როცა ახალ კონსტიტუციას შევადგენთ, მოცემული პრინციპებიდან გამომდინარე, შემდეგ მოხდება დეფინიცია. ოღონდ ისეთი უნდა აშენდეს ის ახალი, სადაც მაქსიმალურად იქნება დაზღვეული, რომ უდანაშაულო არ მოხდეს ბრალდებული სკამზე და დამნაშავე კიდე არ გრძნობდეს თავს ლაღად თავისუფლად. სიმდიდრისა და ხელისუფლების სათავეებში. აი ისე როგორც დღეს ხდება და ეს თვისობრივია, ფორმაციისათვის მახასიათებელია, ასეთ რამეს ადგილი აღარ უნდა გქონდეს ახალში. ნუ ახლა როგორ ჯადოსნურად კი არა, აი იმ პრინციპების დაცვითა და ასე შემდეგ, რაც ჩამოყალიბებული არის მომავლის მოკრძალებულ პროგრამის სახით. მოკრძალებული, იმიტომ რომ არ არის დიდად პოლიგრაფიულად გაფორმებული, რაც ჰქონდა საშუალება ისეა, თავისთავად ცხადია ისე ატაცებული მწიგნობართა და ფარისეველთა მიერ თავისთავად არ არის და არ იყო, მაგრამ ამ მოკრძალებულ მომავლის პროგრამაში არის პუნქტები, რაც უმნიშვნელოვანესია. აი ისე შეიძლება რომ მოეწყოს ახალი ფორმაცია, რაც უკვე იქნება დადებითისკენ შემოbrunების საწყისი. და ფაქტიურად მინდა რომ ამავე საუბარს მივაბა გარეთ რაც ხდება იგივე USAID-ის მიმართულებით, რაც ხდება ნედია თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, თვითონ ამერიკის ადმინისტრაციის, სახელმწიფო ადმინისტრაციის პარკლებში, რაც ხდება. ფულის სისტემა დალპადა, ამან გახრწნა მსოფლიო იმპერია, რასაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვიცნობთ და არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. ადამიანთა ცხოვრება მაინც უნდა შევადაროთ ერთგვარად, ვაზ შეიძლება შევადაროთ. ვიცით რომ ვაზი თუ არ გავფურჩნეთ, თუ არ გამოვაცალეთ ზედმეტი, თუ შესაბამისი მწვანე ოპერაციები არ ჩაუტარეთ, ურძენი ვერ გვექნება ნორმალური და იგი გაფუჭდება. და ბუნებრივია ვინც და თავისთავად ცხადი ვერ მივიღებთ. ნუ საზოგადოებაც ასეა, რომ თავისი განვითარების გზაზე თავისებურად ზედმეტი რაღაცეები გროვდება, მძიმდება და ფუჭდება და ერთგვარად გასასხლავია გასაფურჩნი. და რა არის მეორედ მოსვლა? აი სწორედ რაც გასასხლავი და გასაფურჩნია, ის ოპერაციებია ჩასატარებელი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. იმდენად კორუმპირებული გახდა ადამიანი, ფულის სისტემის ადამიანი, მით უმეტეს ძალაუფლებაში მყოფი ადამიანი, იმდენად კორუმპირებული გახდა, იმდენად მიმთვისებელი გახდა, უღმერთო ცხოვრებით მაცხოვრებელი, იმდენად ფარისეველი გახდა ერთდროულად, რომ მსოფლიო იმპერიის ბერკეტები საჭირო სიმძლავრით აღარ მუშაობს. გაიბერა, ფულის კეთების არეალად გადაიქცა, აღარ ყავდა სერიოზული მოწინააღმდეგე, თავი გაბატონებულად იქნო მთელს დედამიწაზე, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დალპა შიგნიდან. ეხლა ამ პროცესით ერთდროულად ცდილობენ რომ რამენაირად ჩაატარონ წმედა და მოიყვანონ სხვა კადრი. მაგრამ ეს კადრი რა სულიერების კადრია, სად და რა გარემოშია გაზრდილი და რა მიზანს ატარებს. თუ მიზანი მკვეთრად არ არის ჩამოყალიბებული და ამ მიზანს არ აქვს
სულიერი საკვები და სულიერებაში ფესვები ასეთი მიზნის მქონე ადამიანები არიან, იგივე ფულის სისტემის ადამიანები და ასეთი საკადრო გადახალისება და თუნდაც შეკვეცა დიდ შედეგებს არ მისცემს. და ეს არ იქნება ეფექტური ღონისძიება. ეს ერთი საკითხი, რისი მოგვარებაც უნდათ აი ამ ეგრეთ წოდებული წმენდით. მეორე საკითხი არის კიდევ უფრო მთავარი საკითხი, რომ არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდესო. თანამედროვე ამ იმპერიების სიძლიერე არა მაინდა-მაინც მათ სამხედრო დაპყრობის წარმოებით მიღებულ ძლიერებაზეა დაფუძნებული, არამედ ამ თანამედროვე ძლავრი მსოფლიო მართვის სისტემების სიძლიერე დამოკიდებული იყო იდეოლოგიის სიძლიერეზე. კომუნისტური იდეოლოგია ძალიან ძლიერი იდეოლოგია იყო. ეყრდნობოდა სამართლიანობას, ადამიანის მიერ ადამიანის დაჩაგვრის საშუალებების მოსპობას, თავისუფალი, ბედნიერი საზოგადოების ჩამოყალიბების იდეას ეყრდნობოდა. ეს დასავლეთი ეყრდნობოდა ადამიანის პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიას და ასე შემდეგ, ხო? და დაფარული იყო ის, რაც ამის შიგნით იყო, ანუ ხეცი შიგნიდან მართლა მხეცია, მართლა მკვლელია, მართლა მტაცებელი და მჭამელია, მაგრამ გარედან ტყავის ქურქი აქვს შემოსილი და ანტიქრისტეს არსიც სწორედ ეგ არის, ხეცის ზეობიც არსიც სწორედ ეგ არის. მაგრამ მოვიდა დრო და მოხდა ჯერ კომუნისტური სისტემის ჩამოშლა და თითოეულ მაცხოვრებელს რო შეეროდა, რომ საკუთარ მოსახლეს არ ესროდა, 9 აპრილი მან ათელყო, რომ თურმე ესესი არ არის. მორალური რღვევა წავიდა მათ დროს. მანამდე იყო მომწიფებული ჯერ სტალინის კულტის საკითხები, ბევრი საკითხები იყო და ერთ-ერთი ბოლო დიდი სულიერი დარტყმა და არა ფიზიკური დარტყმა. საბჭოთა იდეოლოგიამ სწორედ საქართველოში მომხდარი ამბი 9 აპრილით მიიღო. უცებ აღმოაჩინა საზოგადოებამ, რომ თურმე ამასაც შეუძლია გაიმეტოს და მოკლას. თავისი. რასაც ვერ წარმოვიდგენ. რასაც ვერ წარმოვიდგენ. მასები ვერ წარმოვიდგენდნენ. აქ არა ლაპარაკი თითო ვიწრო ჯგუფებს. მასები ვერ წარმოვიდგენდნენ და მოკლედ ეს სისტემა დაირღვა. და დემოკრატია გასაგები იქით ჩვენ ვარდისფერი სათვალეებით ვიყურებოდეთ ეგრეთ წოდებული ანტისოვეტიკები და აი ამ დემოკრატიის ნიღბის ქვეშ რაც იყო შეფუთული დრო მოვიდა და ჟამია და ამისი გამოვლინების ეპოქაც დადგა. არ არის რაც არ გაცხადდეს დაფარულიო და საფუძველი აქ ჩაეყარა. აქ დაიწყო. ეს პირდაპირ უკავშირდება უკვე მოვლენის იმ ფაზას, როცა ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ, საით მივდივართ და რა შეასაქმე. აი ესა ცნობიერი დონეზე უფლის სიტყვის მოსვლა. რასაც ემსახურა ბატონი აკაკი და თავად ბატონმა აკაკიმ ის საკითხები გამოიტანა, რაც იყო აბსოლუტურად გასაიდუმლებული. თუ იმე ამოწევდა ძალიან მალევე კლავდნენ, კვდებოდა გაურკვეველ ვითარებაში. თუ იმე ამოწევდა მაინც რა ნაწილობრივ, უეჭველად შეირისხებოდა და ანათემას გადაეცემოდა. სიონის ბრძენთა კრების ოქმები, თალმუდის დახურული ცნებები, საიდუმლო ცნებები. ალენდალესის სამოცა კომიტეტი და ასე შემდეგ ალენდალესის გეგმები. ბატონმა აკაკიმ 55 გაზეთი ამას მიუძდა, 56 გაზეთი ამას მიუძდა და საჯარო მშენობის საგნად გახადა და ამბობდა ამის დრო დადგა და თუ ფორმაცია შესაძლებელი ბოროტების გზა დასაგდები და თუ ვერ გაიგერო ეს ბოროტების გზა რა უნდა დააგდო? არც სურვილი გაგიჩნდება, რომ მას გაევიჯნო და რაღაც სხვა და უკეთესე იფიქრო. ამიტომ საჭირო იყო წასულიყო იმის მხილება და გარეთ გამოტანა, რაც დაფარული იყო. ჯერ თავიდან გადარეულები უყურებდნენ, რას აკეთებს ეს კაცი.
იმიტომ რომ ვინც იცოდა ეს რა იყო, იმანის იცოდა რომ ვიცე საქმე დაიწყო, იცოცხალი არ დარჩა. და ვინც არ იცოდა მწიგნობართა უდიდესმა უმრავლესობამ, სად არის ისტორიის წიგნებში დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს თავისთავად, ასე ზედაპირზე არიდო. შემდეგ რა თქმა უნდა ეს გარკვეულობა შემოვიდა და ბოლოს დაინახეს რომ კაცო ეს კაცი თუ ცოცხალია, ესენი დაწერა ამაზე საუბრობს. ესე იგი თურმე შეიძლება ჩვენც დავიწყოთო და ძალიან მალე თავიანთ კვლევის ობიექტათაც აქციეს, ოღონდ მოვლენაზე არაფერი არ უთქვიათ, საიდან იყო ეს წყარო და ვინ იყო ამ წყაროს მთავარი წარმომადგენელი. ამაზე არავის არაფერი არ უთქვია, მაგრამ ხარისხებიც დაიცვეს, წიგნებიც გამოსცეს, ისტორიის სიმფარულ მხარეებზე, მასონობაზე, საიდუმლო ორგანიზაციებზე, იმ ფინანსურ მმართველ წრეებზე და ოჯახებზე დაიდო, გამოვიდა და გამოვიდა. ამას მოყვა კიდევ სხვა დიდი ტალღა. ალბათ გვახსოვს ასანჟი, ვიკილიქსი. არ ვიცი, ძალიან დიდი რაოდენობის პირდაპირ უკვე დიპლომატიურ მიწერ-მოწერა გამოიტანა, რას უპირებდნენ ამა თუ იმ ქვეყნებს, რა იყო მოსალოდნელი, რა გეგმები იყო, როგორ უსმენდნენ, ანუ ის აი deep state-ს რო ეძახიან, ის როგორ მართავდა და ახლა ვინც ამ deep state-ს ძალიან გრძელი ენით ეძახის და დასდევს უკან, ისიც ამის წევრი იყო თავისთავად ცხადი. ესეც მართვადი იყო. და ამანაც შემდეგ გავიდა დრო და ძალიან მალე ვიცით რა ამბები იყო ასანჯის თაობაზე, იჭერდნენ და მთელი ამბები, მაგრამ ვიკილიქსმა გამოიტანა, ამას მოყვა კიდევ სხვა შიგნიდან გამოტანილი უკვე. თვითონ თავიანთი ხელით გამოიტანეს და გამოამზეურეს. და მივახციეთ იმ მდგომარეობას, რომ თითქმის ყველაფერი იცის, ვინც უნდა იცოდეს. დაფარული დამალული არ არის. რა შეცვალა ამ მსოფლიოში? თურმე ბევრი რამე შეცვალა. თურმე ეს ქვეყნები აღარ აპირებენ იმ ბრძანებების შესრულებას, რასაც მანამდე ასრულებდნენ. აღარ აპირებენ თავიანთი რესურსის ისე გაყიდვას, როგორც იქონდათ. მაინდა-მაინც დოლარზე მიხვდნენ, რომ დოლარ დამოკიდებულება არც თუ ისე სახარბიელო საქმე და სხვა გზების მოძებნაც დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობებისათვის. ეს ბრიქსის პროექტი, რაც ახლა დროებით თითქოს მიივიწყეს. როგორც ამბობენ 11 სექტემბრის 2001 წლის 11 სექტემბრის ის საშინელი კატასტროფა, რაც ნიუ-იორკში განხორციელდა, ამის უკან ალ-კაიდასთან ერთად თავად უმთავრესი სპეცსამსახური იდგა და არსი იყო ისო, რომ მან ამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, არაბულ სამყაროს კარგად აშინებდნენ კომუნისტების მოსვლის საფრთხით. მოვლენ ათეისტები, ჩამოგართმევენ, მოხდება რევოლუციური ექსპროპრიაცია, ის და ამიტომ როგორც ვიტყვით, ისე უნდა იყოს და ასეც იყო. მაგრამ როგორც კი საბჭოთა კავშირი დამაშინებელი ფაქტორი მოიხსნა, მაშინვე ამ სივრცის წარმომადგენლებს გაუჩნდათ სხვა აზრები. რატო დოლარზე? მოდი იყოს ოქროს დინარი დაუშვათ. ჩვენც რაღაც შევქმნათ. სხვა ფულად ერთეულზე გავყიდოთ ჩვენი რესურსი და ისე კი არა და იმ ფასში კი არა და იმ რაოდენობით კი არა, როგორც ცხებს უნდათ. და ამან გამოიწვია ის, რომ გახდა საჭირო განეხორციელებინათ თავდასხმა. და როგორ შეიძლებოდა დემოკრატიულ სამყაროს ასეთი რეაგრესია წარმოედგინა. ამისათვის საჭირო იყო ტერორიზმი, ტერორისტული უსაშინლესი აქტის ჩატარება, ტერორისტული ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც საფუძველი ყოფილიყო და საბაბი ყოფილიყო იმის, რაც იყო. ესე იგი, განვითარდა მოვლენები ისე, როგორც დაგეგმეს, მაგრამ შედეგებს ვერ მიაღწიეს. აღმოჩნდა, რომ კნოპკებით, როგორც ამბობენ, მართვა და გარედან და ზევიდან ბომბვა კი ბატონო, მაგრამ იქ თუ ჯარისკაცი არ დადგა ბოლომდე, ტერიტორია მას დაკავებულად არ ითვლება.
სამხედრო ექსპანსიამ არ გამოიღო ის შედეგები. მაშინ ძველებური ომი უნდა აწარმოო. 100,000-ობით და მილიონობით ადამიანი უნდა გაწყდეს. შენი ჯარისკაციც ამავე დროს. ხო, ეს უკვე აღარ ახლა უკვე პნომკებს და ეგ ვიდეოკამერით და მონიტორზე ყურებაში კი ბატონო იქ შედან სპეციალისტები, მაგრამ იმას ვერ მიყავს ბოლომდე საქმე და ამიტომ ზოგ შემთხვევაში ისე მოუწიათ გამოქცეო რომ მთელი იარაღი იქ დაუტოვეს, მაგალითად ავღანეთი. კრახი დამთავრდა. შემდეგ უკვე აღმოჩნდა რომ რადგან ყველამ უკვე ყველაფერი იცის და ისე აღარ აპირებენ რომ რესურსი ასე გაატანონ და ჩვენ უყურებთ რომ ბოლოს და ბოლოს საფრანგეთი კინწისყრით გამოისროლეს. ახლა ამერიკას თლათ ესე ვერ მოხდება, მაგრამ აი აფრიკა ფრანგული იმპერიალიზმისთვის ერთ-ერთი კარგი საძოვარი სივრცე იყო, აფრიკის გარკვეული რეგიონები. მაგრამ კინწისყრით უკვე შეუძლიათ რომ გამოართონ. ამან დღის წესრიგში სხვა საკითხები დააყენა. რუსეთთან მიმდინარე ომი. თქვით რომ ბოლოს და ბოლოს ეს მიიყვანს დედამიწას აბსოლუტურ განადგურებამდე, იმიტომ რომ იმხელა ბირთვული სიმძლავრე გააჩნია ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ჯერჯერობით არის ორი ძერჟავა, შემდეგ შეიძლება მესამეც დაემატოს ამას. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, რუსეთს უფრო ბევრი კობინი აქვს სხვათა შორის. ამათ თუ ბირთვული ომი წამოიწყეს ერთმანეთთან, უკვე ჩაირთვება ავტომატური სისტემები და ცოცხალი აქ არაფერი არ გადარჩება. პოლიტიკა იყო ერთი. ბაიდენის გზით მიმავალი რუსეთის სამხედრო ძალით დამარცხების პროექტი თუ არ გაჩერდებოდა, ყველაფერი შეიძლება დამთავრებული იყო. ამიტომ ტრამპის მოსვლა უკვე იყო თითქმის გარდუალი. ტრამპის იდეის შემოტანა თითქმის იყო გარდუალი. უნდა შეჩერდეს რუსეთზე ზეწოლა, მეტი აღარ შეიძლება, უნდა მოხდეს რამენერად მისი დაქვემდებარება გარკვეული შეთავაზებებით და ძირითადი დარტყმა უნდა წარიმართოს სამხრეთისკენ. ისრაელ ირანის მიმართულებით აღმოსავლეთში. ჩინეთი შემდეგში. მანამდე მსოფლიო ერთმართველობის გეგმა LGBT გზით, დემოკრატიის თამაშით გაიჭედა. მსოფლიო ერთმართველობა ვერ დაამყარეს. მართლაც წარმოიქმნა სხვა გეოპოლიტიკური ცენტრები. მრავალპოლუსიანი რეალურად გახდა. ჩინეთი დაუძვრათ და უზარმაზარი კონკურენტია, ყველაფრის მწარმოებელი ქვეყანა არის ძალიან დიდი სამომავლო პოტენციალით. ყველა მიმართულებით. კრემლმაც რომ სხვანაირად დაიწყო, ამასაც უყურებ და არ გავაგრძელებ. მოკლედ, მსოფლიო ერთმართველობის ის უძირითადესი გეგმა, რაზეც ათასობით წელი მუშაობდნენ, გაიჭედა. დაინახეს, რომ ან გამანადგურებელი მესამე ბირთვული მსოფლიო ომი და სრული კატასტროფა, ან არა და ვერ იქვემდებარებ, ვერც ამ კოვიდ პანდემიით, ვერც იმით, ვერ ახერხებ, რომ დაიყვანო 1 მილიარდზე, ვეღარ ახერხებ. დანარჩენი 7 მილიარდის მოშთობას, არა და 1 არ მოგაკლევი. კიდე ქვევით უნდათ რომ დაიყვანო. უნდოდა. კი. და ახლაც არის გეგმა არ მოხსნიდა. ახლა დაიყვანო. ვერ გააქრეს ერები და ეროვნული სულის ამოშანთვა ვერ მოხერხდა. ეს უზარმაზარი თანხები, რასაც ამაში ხარჯავდნენ, ეს მეტასტაზები, რაც შემოჭერილი ქონდა მთელ დედამიწას USAID-ის ხელით, NED-ის ხელით და კიდევ უამრავი სხვა საერთაშორისო ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული ორგანიზაციები, მიზანს ვეღარ აღწევდა. ესე იგი, ხარჯი იყო, ფული გადიოდა, აგერ რაც კოსმოსურ ციფრებზე ასული ეს დავალიანება. მართალია მილიარდი დოლარი 500 დოლარი ხდება რეალურად, მაგრამ საბოლოო ანგარიშთ მაინც სისტემა ისე აწყობილი, რომ გადასახადებით ხდება ამოღება თვითონ ამერიკაში. და იქ კიდე სხვა თემა არის მაინც, მაგრამ
არ მუშაობს, ამხელა ხარჯია. მიზანს ვეღარ აღწევ. და ქვეყნებმა კიდე გაიგეს ეს რისთვისაგან ეს მეტასტაზები. გამოვიდა ეს გეგმები, რაც იყო. შეხედეს და მიხვდნენ, რომ შიგნიდან არის ხეცი, რომელსაც უნდა ერიდო, აუცილებლად უნდა მოერიდო და სხვანაირი ურთიერთობებზე უნდა იფიქრო. დამარხული აღარ არის. რადგან სოფლიო ხელისუფლება ერთ წერტილში ვერ მოხდა არ მოხდა გადაცემა, ახლა მაშინ ჩინეთს უნდა გადაეცა თავის ხელისუფლების უფლებამოსილება, კრემლს უნდა გადაეცა, დანარჩენები დაუშვათ დააყობოდნენ, თვითონ ერთად იყვნენ, მონოლითივით იყო არა? არ მოხდა ეს. და მორევით ვერ ერევა. აღმოაჩინეს, რომ ეს არის უკვე ტყუილი ხარჯი, აზრი აღარ აქვს დამავლას, მაინც იციან, ამიტომ დასწრებაზე მიდიან. იწყებენ თვით კრიტიკას. გორბაჩოვის პერიოდს უფრო წააგავს ეს მართალია ამ ტრამპის ამბავს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ადრის ხრუშჩოვის გამოსვლას, სადაც პირველი რღვევა შეიტანა საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში, რომ ჩვენ არ ვიყავით მართლები. ყველაფერს დაღნაშავე ერთი კაცი იყო სტალინი, მაგრამ ზოგადად ეხლა ის თუ შეცდომებს უშვებდა და არ ვიყავით მართლები, დასკვნები შეიძლება და უფრო გაღრმავებული. აი ტრამპის შემოსვლა და ამერიკის თვითმხილება, რომ თურმე ესენი კაცო დემოკრატიას კი არ ამყარებდნენ, იმ სახელმწიფოების ძირის გამოთხრაზე მუშაობდნენ. ეს არის თვითმხილება. იმათ უკვე იციან. მაგრამ სოფლიო საზოგადოებრივობის თვალში მაინც სამართლიანობის გვირგვინი უნდათ რომ მოირგო და რაღაც ნამსხვრევი მაინც უნდათ რომ დაიკავონ. ამიტომ მიდიან რომ ის გეგმა აღარ მუშაობს, ყველა მიცის რაშიცაა საქმე, ამიტომ იწყებენ თვითმხილებას. ეს ერთი საკითხი. მერე ეს ამდენი ხარჯი უკვე ზედმეტად აწვება. შეუძლებელი ამხელა ხარჯი კვლავ გაწიოს, აზრი აღარ აქვს. ერთ ყურში უშვებენ, მეორეში ატარებენ. ეს არის უბრალოდ ადგილობრივ კორუმპირებულ წრებს აჭამო. და კაპიტალისტი თავის შვილს არ აძლევს ზედმეტ ცენტს. და რაში მისცემს ან აქ ან იქა, როცა ეს უკვე უაზრობაა. ყველა წყალში იყრება. და უფრო მეტად გამწავდა რესურსისათვის ბრძოლა თან. ამათ ვეღარ წავართმევ ესენი არ მომცემენ როგორც უყურებ. ჩემ ჭკუაზე აღარ გაივლიან. თხოვა, არაბულ სამყაროს და ზოგადად ოპეკის ქვეყნებს თხოვა, რომ იქნებ ცოტა მოუმატოთ ნავთობის შემოტანა ბაზარზე, რომ დაიაფდეს, გაუჭირდეს რუსეთს, შემოსავალი დააკლდეს და მერე წელში მოღუნული უფრო კარგი სალაპარაკო, კარგი დასამორჩილებელი მეყოლებაო და რა ვიცი, ამ თხოვნას ჯერჯერობით ვერ ვატყობ, რომ აყვნენ ეს ქვეყნები, რა სხვა პოლიტიკას ატარებენ. ამიტომ უფრო გაუმწვავდა სურვილები, უფრო მეტი ის გაუჩნდა და ჩათვალა, რომ კანადა ეს ის არის უკვე, რომელიც შტატად შეიძლება მიიერთოს. მაგრამ მისგანაც წინააღმდეგობა. აი აღმოჩნდა, რომ თურმე კანადაში სადღაც რაღაც ეროვნული ცნობიერების მომენტთან გვაქვს საქმე და არც კანადა აპირებს ესე ჩაბარდეს და მიუერთდეს. ანუ რას ვამოვით, რომ ძირითადი გეგმა რო ჩაიშალა, აი რო ვამოვით, რომ ეს ანტიქრისტი, რაც ბატონეთად იგვესმი და სოფლიო ერთმართველი, ის ვერ მოხდა. იმიტომ რომ პოსტ-ანტიქრისტის ეპოქაში გვიწევს. ადამიანზე აქ ლაპარაკი, ადამიანი ვერ დაასვენს. თუმცა იმ მოშიახზე დღესაც ლოცულობენ და ფიქრობენ, რომ აი პალესტინელებს რო აყრიან და ტაძარს რო აღადგენენ, იქ დასვავენ, აკურთხებენ და ჩავლილი ამბავია. ვერ მოიტანს იმ შედეგებს. ტყუილი, ეს არის სარეზერვო სულები სიტუაციის მიხედვით მოქმედება. ამიტომ დაკარგული აქვს ამერიკას უკვე ბაზრები, ჩინეთია შემოსული და არა მარტო ჩინეთი, ევროპელს რო ეგონა, რომ მარტო თვითონ იყო ეს განათლებული და ამ ტექნოლოგიების ფლობელი და მარტო თვითონ შეეძლო მიკროტექნიკას, იგი მიკროელექტრონიკის, იგივე რობოტების დამზადება, აღმოჩნდა, რომ აზიას უფრო უკეთესად შეუძლია და არანაკლებ. მონოპოლიური მდგომარეობა იკარგება და იკარგება. ამიტომ რაღაცში ხარჯოს, რაღაცში აძლიოს
თვითონ არის გაჭირებულ მდგომარეობაში და იწყებს რაღაც ისეთი ნაბიჯების გადადგმას ბრალდებებით. სავაჭრო ურთიერთობების დალაგება, რომ ჩინეთს უფრო დაუშვათ ჩინეთთან მე უფრო ბევრს ვყიდულობ, ის უფრო ნაკლებს ვყიდულობ, ასეთ ბრალდებებს უყენებს და ჩინეთში რო არის წასული ეს ზარმაზარი საწარმოები დასავლეთიდან თონ ამერიკიდან, ჩინეთის ბრალი კი არ არის. იგი გლობალისტური პროექტის გაგრძელება იყო, სადაც თავისუფალი კაპიტალის მდინარება იყო ყველაზე მთავარი. ესე იგი ზემდიდართა ბატონობა, იგივე გლობალიზაციის საბოლოო კულმინაციისა, რომ ზემდიდართა კასტა როგორც მეფეები და იმპერატორები ისე იბატონებდნენ მთელ დედამიწას. ეს LGBT იყო საჭირო, რომ ეროვნული ცნობიერება წაშლიყო, ეს ადამიანთა საზოგადოების გამრავლება შემცირებული იყო, გამოტვინებული იყო და მორჩილი გამხდარიყო საზოგადოების ფართე ფენები, რასაც ჩვენ ევროპაში ვაკვირდებით, რომ ეს ასია სამწუხარო ამბავია რა. და თავისუფალი გადინება დაუშვეს ამ კაპიტალის, რაც შეიძლება მეტი მოგება, რატო წავიდნენ ჩინეთში, იაფი დაუშვდებოდათ წარმოება და უფრო უკეთეს მოგებას მიიღებდნენ. აი ამ მოგების წყურვილმა წაიყვანა და თავის ხონჩით მიართვეს ჩინეთს ის, რაც არ ეგონათ, რომ ასე შემოუტრიალდებოდა. ჩინეთში ვერ დაშალეს ის პოლიტიკური წყობა, პოლიტიკური ისევ კომუნისტური. აი ერთი პარტია დარჩა. და ის ერთი პარტია არ ამგონია ისე დაელაგებინა საქმე, რომ ეხლა იქ მიტანილი ქარხნები იქიდან წამოვიდეს უკან. ჩვენ ვიცით, რომ იქ წავიდა სახელმწიფო საკუთრებაში გადატანის პროცესები მთელი რიგი წარმოებებისა და მოკლედ ისე არ მოხდა. ანუ ჩინეთის სიძლიერე თვითონ გამოიწვია დასავლეთმა თავის პოლიტიკიდან გამომდინარე. გაიჩალიჩა. ახლა უკან უნდა დაიბრუნონ და უკან როგორ დაიბრუნებენ? რაც შესაძლებელი იყო დაიბრუნეს. აი ომის ქარცეცხლით და ევროპის სივრცის ჩაგდებით, იმიტომ რომ ევროპამ დაკარგა რუსეთის იაფასიან ნედლეულზე და იაფასიან ენერგეტიკაზე წვდომა. აი ამით რაღაცა შეიძინა ამერიკა, მით გადავიდა. ასეთი მდგომარეობაა შექმნილი და ჩამოყალიბებული გარეთ. ესე იგი ეს მხილება უკავშირდება ობიექტურ რეალობას, გაიგო საზოგადოება რაც იყო და ახლა ცდილობს რაღაცა გადააწყო, რაღაცა გადმოაწყო. ნეგედი როგორ დამთავრდება ეს ამბავი წინასწარ ბევრად ცნობილი არ არის, მაგრამ რა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს ამ შემთხვევაში. შეიძლება გამოიყენოთ. დაი რა. როდესაც ესე იგი ამერიკა იწყებს ამ ტრამპის ხელმძღვანელობით სხვანაირი გადალაგებას, ჩინური კომპანიები რო ყიდულობენ იქ, ესე იგი ჩინელები იქნებიან მმართველები, მაგას არ დაუშვება. იქ სადაც მისთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, მაგალითად პანამის არხი. თავისშიგნით რაც არის, იმაზე აღარაა ლაპარაკი. და იქაც უკვე მკაცრი მოთხოვნები ევროპას. მე შენიდან უფრო ბევრს ყიდულობ, ჩემი ფული უფრო ბევრი შემოდის, ვიდრე შენ ჩემიდან გაგაქვს საქონელი. ეს უნდა იყოს დაბალანსებული. ჩემი შენ უკვე კოსმოპოლიტურად კი არა და ესე რომ ტრანსნაციონალური კორპორაცია სად უფრო კარგად მოუწევს ფულის კეთება. სადიშოვის ეხლა ეს იაფასიან მუშა ხელს და წაიღებს და იქ ააშენებს და არა აქვს მნიშვნელობა ეს სად იქნება, ჩინეთში იქნება, ტაივანში იქნება თუ სადღაც ინდოეთში. არა აქვს მნიშვნელობა. აქ ჩემთან ამერიკაში. მე რაღა მრჩება. ეს შემოდის. რატო ვამბობთ, ესე იგი, რადგან უკვე კაცობრიობაზეა გადასული და კაცობრიობის აზროვნებაში და ყოფიერებაში რაღაც დიდ ძალიან სერიოზული ცვლილებები უკვე მიმდინარეობს ამის მომსწრენივად. რა შეიძლება გამოიყენოთ, მართალია ჩვენი მისია ბოლომდე ვერ შევასრულეთ ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. მე არ ვიცი ახლა ერთი როგორ გადაგვიწყდეს, მაგრამ როგორც ადამიანი ასე მსჯელობ იქნება არის შესაძლებელი რომ გარედან შემოგვეშელოს ეს პროცესები და აქ შიგნით შევცვალოთ რაღაც დამოკიდებულებები.
თუ ეს 100-ია ამერიკა როგორც უდგება და რა თქმა უნდა ეს სწორია და ხო უნდა გვეყვა ჩვენს გაბედულობა გასო ამერიკა მისთვის დაუშვათ პანამის არქივი ქვეყნის გარეთ არის და ისაა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქ რო ჩინელი რო შევა კი და ქართველისთვის სტრატეგიული ობიექტები რო გვაქვს გასხვისებული მოგებას რასაც ეს სტრატეგიული ობიექტები ქმნიან გარეთ გადის მიწა-წყალს რო ასხვისებთ 6 მილიარდიანი ინვესტიცია რო ზარზე შემოგვაქვს ესე იგი ჩვენ თითქოს ტრამპს და მსოფლიო მდინარებას ვეთანხმებით კონსერვატიზმში ენა მამული სარწმუნოება ნუ რწმენა ო ვილოცოთ და კი ბატონო კარგია ომი არ გვინდა ნუ ტრამპსაც არ უნდა ომი არა არ უნდა დავიჯეროთ კი ბატონო ხო ომი არ გვინდა კარგი მაგრამ იქ მცდელობას მაინც აქვს ადგილი ნუ რაღაც სხვა ფორმით მაგრამ მაინც რო იცი რა იცი აქ აი ჩემი ამერიკაში რა არის ამერიკელი ერიც ეხლა ეს მაინც არის სულ მისული ხალხი დაკომპლექტებული და ჩამოყალიბებაში გადის ეგ და ჩვენ კიდევ რეალური ცხოვრება ეკონომიკა ისევ კოსმოპოლიტური გვაქვს ისევ სამშობლოს გამყიდველები ვართ და მშვიდობიანად ვიყავართ გლობალისტურია ჩვენი რეალური ეკონომიკური ცხოვრება და ყოფიერება თავარია მშვიდობა გლობალისტურია თითქოს გლობალისტებს უპირისპირდებით თითქოს კონსერვატული ამერიკის მხარეზე ვართ მაგრამ ჩვენი ეკონომიკური ცხოვრება ეკონომიკური პოლიტიკა გლობალისტურია რაც რას იწვევს ერის გაქრობას თავისთავად ხადე ყველაფრის დაკარგვას რა გადაგვარჩინა აი ამ პროცესში ჩვენ გადაგვარჩინა იმას ვერ ავხედავთ მაგრამ კარგია ყოფაში რომ მოუტრიალეთ გადაგვარჩინა იმან აი ამ ფურცელს თავზე რო ეწერა რომ ეწერა ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით მოვაცილეთ არც ამაზე არ ვიმშელეთ რაღაც მაგრამ მიმდინარე მსოფლიო დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებამ გადაგვარჩინა ეს დროის მოკლე მონაკვეთში მაგრამ მთლიანობაში რო გადავრჩეთ კოსმოპოლიტური მიდგომა ეკონომიკური ცხოვრებისა თუ არ შევცვალეთ ანუ რაც შემდეგ მოსდევსა ისის თუ არ განვახორციელოთ ქართველი ერია მასპინძელი გაყიდული გასხვისებული უკანა გვაქვს დასაბრუნებელი და სხვა რამე გვაქვს ასაშენებელი სხვანაირად გვაქვს ასაშენებელი ჩვენი დაღუპა გარდუალია ესე იგი ჩვენ ამ შემთხვევაში სოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც კი ჩამორჩებით არა და მიდის იქ უკვე ეს პროცესები და არ ვიყენებთ პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ჩვენ უნდა ვიყოთ გახარებულები რომ აი აქამდე ვერ ვაკეთებდი მევალე ქვეყანა ვარ პატა მეშინო და ხო თავს გავიმართლებთ კარგი და გავიმართლებთ ეხლა ხომ არის ეს ფანჯარა გახსნილი რატომ არ გვინდა ამ ფანჯარაში შევიდეთ გასაგებია რომ არა ვართ მომზადებული გასაგებია რომ გაგზარდეს იმ შტამპებით თავში ჩაგვიტენეს ამ ინვესტორის უზენაესობა და კოსმოპოლიტიზაცია მიდიოდა კაცო რა ერი ის ქვეყანა რა საზღვარი ამ თანხამ და ამ სიმდიდრემ თავისუფლად დაიაროს და თავის თავში კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდა იშოვოს ამაზეა აგებული ესე იგი ამაზე რო აგებული ჩვენი აზროვნება ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენ ერის მოღალატეები ვართ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს მუხლი ობიექტურად მივიღოთ და ამუშავოთ პირველ რიგში მაშინ ჩვენ ჩვენი თავი უნდა დავიჭიროთ და დავსაჯოთ რა ხო ასე ხო ხდებით რომ აბსურდის მდგომარეობაში ვართ ესე იგი ხდება რა სოფლიოში არის ისეთი ძროები რომლის გამოყენებაც უკვე შეიძლება და თავს ვეღარ გავიმართლებთ შიშებით იმეებით ამეებით ხო ახლა ბროწეული სოკნები რომ დაჭირდებათ ნუ გასაგებია იმიტომ რომ ამ გლობალისტების როგორც თვითონ ამობენ ძირითადი ნაწილი თავმოყრილი არის დღესდღეობით ევროპაში თუმცა ნუ ევროპაშიც დიდი დუღილი მიმდინარეობს
იქაც არის მცდელობა რომ განთავისუფლდნენ, მაგრამ კიდევ არის ის, რასაც არ ვაქცევთ ყურადღებას. არის გარკვეული სულიერი კანონებიც. ეხლა ევროპა და იგივე ამერიკა ტოლვილი არ მინდა და შემოვიდნენ და იქ დანაშაული გაიზარდა და მეესე და მეესე და მეესე და მეესე. და აქაც ვინც ასე ვთქვათ შემოდის და აქ პირდაპირ გამყიდველობასთან გვაქვს საქმე ჩვენი მხრიდან, რაც ყველაზე დიდად უბედური საქმეა. დიდად მავნე საქმეა და ძალიან საგანგაშოა. იქ შესული ტოლვილი მარტო კოსმოპოლიტური მიზნებიდან გამომდინარე კი არ არის მისული. მარტო იმიტომ კი არ მივიდა რომ ეს დაუშვეს რომ ის იქ მისულიყო, რომ აღრევა წასულიყო და ეროვნული ცნობიერება გამქრალიყო, გადაჯიშებულიყო. ევროპელი ერები გადაჯიშებული იყვნენ, ეროვნული ინტერესები გამქრალიყო, ამიტომ საჭირო იყო აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან დიდი ნაკადის შეყვანა. ეს დიდ მასოვნურ გეგმას ემსახურებოდა. თუ ერები არა, აბა ეს ერები როგორ გინდა? აი ამ გზით უნდა ერთმანეთში აღრევა მომხდარიყო, ხო, გამქრალიყო რასობრივი სხვაობა და ასე შემდეგ. მარტო ეს არისო მიზეზი და არ არის მიზეზი იქ ტოლვილთა მისვლის. ტოლვილთა უდიდესი ნაკადების. ამ ნაკადებს წარმოქმნის არსებული მტაცებლური კაპიტალისტური სისტემა. რასაც ეწეოდნენ ევროპიდან. როგორც საბჭოთა სივრცის დეინდუსტრიალიზაცია საგანგებოდ განხორციელდა, რომ ნედლეულის წყაროდ გადავიქეცით, იაფასიან მუშათა წყაროდ გადავიქეცით. და აქედან მათ თავიანთი მდგომარეობა მაღლა აწიეს ჩვენი დაძირვის ხარჯზე, როგორც გაქრა, როგორც კონკურენტი. და შეიძინეს როგორც იაფასიანი ნედლეულის წყარო, იაფასიანი შრომითი რესურსების წყარო, განათლებული კვალიფიკაციით მაღალ დონეზე მყოფი საინჟინრო წარმომადგენლობაც იქ გადავიდა. რა ამით უფრო და უფრო მეტად აიწია დასავლეთმა. და რა მოყვა ამას? და რა მოსდევდა აფრიკაში? მე პირდაპირ მოსმენილი მაშინ ახალგაზრდები იყვნენ და ახალგაზრდულ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის. და მათ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენი რესურსი ჩვენ მოიხმაროთ, შექმნათ ჩვენი წარმოება, დავიცვათ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ყველაფერი ტრანსნაციონალური კორპორაციების სასარგებლოდ ხდება და ის იღატაკე რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ტრილიონზე მეტი ღირებულება გადის ყოველწლიურად მთელი აფრიკიდან. და აქედან 1%-იც არ რჩება ადგილზეო. საგანგებოდ გვაღატაკებთო. ამიტომ ჩვენ წამოვალთ მანდ, სადაც ჩვენი სიმდიდრე გაქვთ გაზიდული. რაც არ უნდა მაღალი ღობი აგვიშენოთ, გადმოვალთ, ან ძირს გამოვთხრით, ან ნავს შევკრავთ და შემოვალთ. იმიტომ რომ გვძარცვალთ, მიგავთ და მანდ იყრის თავს და ჩვენ რომ მოვდივართ ჩვენივე ქონების დასაბრუნებლად, მანდ შემოგივართ ყველა მიმართულებით. ესე იგი ამას აქ ფორმაციიდან გამოვდივართ. და ეხლა რომ ეუბნები რომ თქვენ არ აღჭირდებით და წაეტრიეთო, ეგ ამ საქმეში ბოლომდე მართლები არ არიან ევროპელები. ევროპელი იმპერიალისტები არ არიან მართლები. ევროპელი კაპიტალისტები არ არიან მართლები. ჩვენგან განსხვავებით, იმიტომ რომ საქართველოს არსად ბაზარი ხელში არ ჩაუგდია, არსად ვინმე კოლონიათ არ უქცევია, კოლონიური ექსპლუატაცია არ გაუწევია. ამიტომ სხვა ადგილიდან აქ მოსული დემოგრაფიულ საფრთხეს რო გიქმნის და რო უთხრა რომ გენაცვალე, ამდენი და ეს არ გამოვა. აქ მასპინძელი ქართველი ერია, სტუმარი ხარ და შენი გზა და შენი სამშობლო გადაჩნია, ეს რო თქვა, შენ სულიერადაც მართალი ხარ. ის არ არის მართალი. იმიტომ რომ ამ კაციჭამია ცხოვრების წესით, რასაც კაპიტალიზმი ქვია. იმას წაართვა ის რესურსი და საშუალება გამოზიდა აქ. ჩვენც ავტომატურად ასე ხდება, იქ წავიდა ჩვენი ქონება, იქ მოიყარა და წაველით და მე იმათ ოჯახებს
მონამსახურება დავადექით. როგორც ძველ დროში ძალით მიერიკებოდნენ, ეხლა ჩვენი ფეხი წავით მონურჩრომას. კი ბატონო. ესე იგი, თან სულიერად მართლები ვართ, რომ დავაყენოთ საკითხი ისე, როგორც აქაა ჩამოყალიბებული. ზუსტად. ხო. აი ეს ამბები არის ჩვენს ირგვლივ უფრო მეტი მხნეობაა საჭირო, ნულოვანი ვარიანტი გვაქვს გასავლელი ამის და ნაადრევად დავიწყეთ უკვე იმ საქმეების გარჩევა, რომ ვინ როგორი ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე. მოდი იცი რა, ახალ პრინციპებზე შევთანხმდეთ, უნდა შევთანხმდეთ, არის ეს მოცემულობა და ახალი საქართველოს გადარჩენისა და მშენებლობის საკითხები ერთად აქვს ქართულ საზოგადოებას გადასაწყვეტინა. შემდეგ რაზეც შევთანხმდებით. აი, იქ უკვე სხვანაირად უნდა იმუშაოს იმ კანონებმა, ხო, რასაც ჩამოვაყალიბებთ. ამასთან დაკავშირებით მინდოდა ერთი მეთქვა შემოგახ. ძალიან საინტერესო შეეხეცია, რომ აი დასავლეთში, ამერიკაში თვითონ დაიწყეს უკვე საკუთარი შეცდომების მხილება. ეს ხო შემთხვევითი არ არის სათავეში ვინც როზიის ის სოფლიო მმართველი, იმათგან მოდის, იმათ გარეშე ესენი არაფერს არ ეთხოვდნენ. რა თქმა უნდა. ხო, და მათ ძალიან კარგად და ერთი ციტატა გამახსენდა კიდე ახლა მაგათი თალმუდიზმის ციტატებიდან ერთ-ერთი. რომ ცოდვის ჩადენა ნებადართულია, ოღონდ ცოდვა ჩადენილი უნდა იქნეს საიდუმლოთო. და საიდუმლო ეს უკვე აღარავისთვის აღარ არის. დიახ. კარგი შენიშვნა ძალიან. ეს ცოდვათ არ ითვლებოდა მათთვის. ეგრეთ წოდებული თალმუდისტი მასონებისათვის. ჯერ იქიდან რაც ბატონმა აკაკიმ დაიწყო მათი მხილება და ფარდა ჩამოხსნა, ეს იქიდან უკვე ცოდვათ ეთვლებათ და ეხლა მსოფლიოს უკვე ალაპარაკდა კაცო ევროპა, ამერიკა და საქმე იმაშია რომ მათ ეგენი თითქოს აი წინასწარ აი ჩემი აზრით რა მინდა ვთქვა რომ თითქოს თავს იზღვევენ რომ წინასწარ ლაპარაკდა რომ ხო ამაზე თვით იმან რა ქვია კაცო ძალიან ძლიერი და 33 ხარისხზე ნაკლები არ ექნებოდა ალბათ ზბიგნევ ბზეჟინსკის მან დაიწყო ამაზე ლაპარაკი რომელიც ამბობდა რომ დავამარცხეთ ეს საბჭოთა კავშირი ახლა სამართლებელი მართლმადიდებლობა გვიშლის ხელს სოფლიო ბატონობის მიღწევაში. ნუ ეს სინამდვილეში ესეც იყო. მან დაიწყო სიკვდილის წინ თქვა რაღაცეები, რომ ჩვენ რაღაცებს შეცდომები დაუშვით. ძალიან შორს შევტოპეთო და აი ესეც რაღაც იმედის მომცემია რა და აგერ კიდე პირველ რიგში ჩვენთვის ქართველებისთვის უნდა იყოს ეს, რომ ამ ხელა იურიდიულ სამართლებრივი ბაზა გაგვაჩნია. და მართლა აი ამ პრინციპებით ჩვენ აი ყოველგვარი ომის და ყოველგვარი აი ძალმომრეობის გარეშე რომელიც ძალმომრეობაზე ელაპარაკი. აი რაც არის მოსული სიტყვა, აი მოსული სიტყვის პრინციპებით უნდა ველაპარაკოთ მთელ მსოფლიოს ზუსტად. ჯერ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ამაში ქართველები. ზედა, ქვედა, აი ზევითა, ქვევითა სტრუქტურები, ყველა ხელისუფლება, პარტია, ავიცი ახლა რა არის აქ ისეთი გაუგებარი. რასაც აი ამდენი ხანია ჯერ 28 წლის მანძილზე გვესაუბრებოდა ეს დალოცვილი ადამიანი, ბატონი აკაკი ჯორჯაძე და ახლა კიდე ავიცი ყოველი ჩვენი გადაცემა ერთი და იგივეზე გვიწევს საუბარი რა. ერთი და იგივეზე. ერთ მახლობელმა ეს შენიშვნაც მომცა, რომ ვასარ დავასახელებ. რომ ბიჭო, სულ ერთი და იგივეს ლაპარაკობ. შეგაი ადამიანო, ის ერთი და იგივე არ გვესმის მე თქვი და იძულებული ვართ, რომ ვისაუბროთ ეს ერთი და იგივე, მაგრამ ეს პატარა საკითხები არ არის მე თქვი. ამას არავინ არ საუბრობს. ჯერ იმით უნდა განვასხვაოთ, რომ მოდი აი ვინმე ლაპარაკობს ამ საკითხზე. არა, მე ახლა შექებით და კვეხნით არ ვიძახი ამას კაცო. მაგიტომ არ ვლაპარაკობ. ვინმეს უსაუბრია ამ საკითხებზე? საერთოდ გავჩუნდებინე და ალაპარაკდე. ჩვენი მიზანი ეს არ არის, რომ გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ და ხალხს თავი მოვაწონოთ. არავითარ შემთხვევაში. ნეტა კი ალაპარაკდეთ და ისაუბროთ და ხალხმა გაიგოს ეს. იმიტომ გვიწევს ამ ერთი და იგივეს, რომ არ გვესმის ის ერთი და იგივეც. სამწუხაროდ. რა ვიცი, ხვალ რა იქნება ვნახოთ. შეიძლება გამოჩნდეს უფრო აი ის იმედი გვაქვს, რა ვიცი.
გახაბატონო. დიახ. ნახოთ. ნახოთ. აი ამ იმედით, ყოველთვის ამ იმედით ვასრულებთ ხოლმე საუბარს ჩვენს სმენელთან და ხვალინდელი დღის იმედის გარეშე ღმერთმა არ ვაცოცხლოს და აი ამაზე მეტი იმედი ღმერთმა რომელიც მოგწ აგერ არის და ეს თუ არ გამოვიყენეთ აზრი არ ექნება არანაირ საუბარს ჩვენ მაინც ჩვენი მხრიდან ყველანაირად შევეცდებით ხო ჩვენ ახლა კარგად გვესმის რა ძალთა რა თანაფარდობა რა უთანასწორო მდგომარეობა, მაგრამ წყლის წვეთის პრინციპს მივდებით. გასაკვირველია. არ ჩერდებით, ვალდებულებიც ვარ. არ ჩერდებით, იმიტომ რომ ქვა ძალიან მტკიცია, მაგრამ წყლის წვეთ შეუძლია გახდეს საერთოდ. ნუ ნახოთ უკეთესის იმედით, ერის გამოფხიზლების იმედით, ანუ უკეთესი ვერ იქნება, თუ ერის წამყვალი ნაწილი ისე არ გამოფხიზლდება როგორც საჭიროა. ჩვენ გვესმის თვალყურს ვადევნეთ, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან, რომ არის იმის შეგნება თავისთავად ცხადია, რომ ახლა რომელიმე ძალას შევეტმასნოთ, უკვე არ არის. ესეც არის. უკრაინა. დიახ. იხმარეს? გადააგდეს. მაგაზე არ ვილაპარაკია, ბევრს ლაპარაკობენ უკვე. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ანგარებითია დამოკიდებულება და ვერ აი სტრატეგიული პარტნიორი. აყეფეს მურია და შეაჭამეს მგელსაო. პატარა მასშტაბით ჯერ აქ მოხდა, დიდი მასშტაბით აგერ უყურებთ უკრაინას. მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ამიტომ ესე ვინმეს შეუძრე, დაუჩოქო, დაუწვე, მიეტმასნო, მიეწევო, რომ აი ისაა შენი მხსნელი, არ არის მხსნელი. პირველ რიგში ეგავა კიდე ხო გავიგეთ ის. სოფლიომ გაიგო, რომ ის არის მხეცი, სისტემა მხეცის. კვლელი, მოერიდო, სხვანაირი ურთიერთობებია. და ჩვენ თუ ვერ გავიგეთ, რომ ესე ვინმეს მიეწებო, მიეტმასნო, მის ნაწილად იქცე, შენთვის აზიანო, გაგწირავს, კრიტიკულ მომენტში გაგწირავს. მეტი წყალი მოგიტანოს, წყალი მოგვიტანა. რა ვიცი, აქ დასავლეთ საქართველოს მით უმეტეს წყალს მიან ხოლმე. 2008-ში წყალი გვიჭირდა. ნუ ასე იყო. აი ასე იყო. აგერ უყურებთ უკრაინას, რაც ხდება, როგორ წავა მოლაპარაკებები და ბოლოში როგორ გავა ეგ ამბავი. ხო, კარგია. რომ არ უნდა მიეტმას. და სამშობლო არ უნდა გაყიდო და გაყიდულ გასხვისებული კიდე უკან უნდა დაიბრუნო და ივისარგებლოთ ამ მდგომარეობით, რაც იქნება მთელ სოფლიოში. უნდა ვისარგებლოთ. ამაზე და რომ ვისარგებლოთ, არა? და რომ თავი დავახციოთ ამ კონსტიტუციის ხუნდებს, რაც ჩვენივე ხელთაა გამოჭედილი, რატოში ინტეგრაცია და რაღაცები. არის იურიდიული სამართლებრივი დოკუმენტი და ეს გამოვიყენოთ. აი ესაა ჩვენი ერთი და იგივე. განა მთელი 35 წელი ერთი და იგივეს არ გველაპარაკებოდნენ ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლეთის უზენაესობა, განა თითო კანონის წყარიეთ თუ რაც არის, ეს მათი უშუალო მონაწილეობით, მათი აკმაყოფილებით არ არის მიღებული და გატარებული. რა იყო ამაში მრავალფეროვანი? ვიტანდით, ვითმენდით, სიამოვნებდა, იმიტომ რომ გრანტი მოდიოდა, იმიტომ რომ ჩვენსავ ჭამდით და პატრონებსაც უბრუნებდით წილს. კარგად გუცნობდით თავს. ყიდით სამშობლოს. ეგ ეს ერთი და იგივე არ არის? ერთი და იგივეა. ხო და ჩვენც ცოტა სხვა სათქმელი გვაქვს. რა თქმა უნდა. და ჩვენი სათქმელი ეს არის. შეიძლება ისე ვერ ვამბობთ. და ყოველთვის ხაზს უსვამთ ხოლმე. ჩვენ ველოდებით უკეთ ხმელებს, უკეთ გაკონცერტ. ველოდებით მონოპოლიზაციას არ ვახდენთ, ვერც მომახდენთ. გაუგებარია, არაფერი არ არის გაუგებრად ნათქვამი. ჩემო კახა.
და რა ვიცი, მიგვირს კიდეც, რომ ამდენი განათლებული ადამიანი ისეთი რამეები ესმით, რომ მართლა იტყვი, რომ არ ვიცი რა, იქ რო აი მე პირადად რო გაგებაშია რა ვარ. და აი აქ რა არის გაუგებარი. აი პირადად რო ქონია ხოლმე საუბარი. არაერთ ადამიანთან ვიცი რომ თან არის გასაკვირი რა, იმიტომ რომ დიდქვაფში არ ეტაოდა პატარაში ლაღე იყო, არის ეს მომენტები და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. კაცობრიული საკითხები, თავარი ის არის, არავინ რო არ საუბრობს. ეს კარები ისე იყო დაკეტილი, რომ ვერ წარმოუდგენია ქართულს და ადამიანს, რომ როგორ ეს შესაძლებელია, რომ გაკეთდეს. არადა ეს კარები გახსნილია. მაგრამ უკვე წმენაში რო გადაქცეული, შენ დაჩაგრული, შენ სხვისი, შენ არა და ფეხს შედითონ არ დგავ. ეს ხუნდები შენ თვითონ გაქვს დადებული. მიგვაჩვიეს იმას, რომ ფული მე ხელს გიშლის კიდევ ის, რომ უფრო თხები ვართ. ცალ-ცალკე გამომწევნი. და ერთად დადგომა და ერთიანი სწორი და ჭეშმარიტი პოზიციით ამოქმედება გვიჭირს. ყველა ჩვენი მოგვაქვს, ყველა ჩვენსკენ ვეძახით. ცოტა ვინც კი ვაქტიურობთ, სულ ყველა ჩვენსკენ ვეძახით. წამოდით რა ეს მოდი ეს გავაკეთებ, მოდი ეს. აი მე ვარ და ასე შემდეგ. ამიტომ არის კიდე ხაზგასმით, აი ვამთავრებთ უკვე დროც საკმაოდ გავიდა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენსკენ არ გეძახით. დიახ. ჩვენ გეძახით უფლის სიტყვის მოთხოვნებისკენ. ის რაც გაცხადებულია. ჩვენი წინმავალი, ჩვენი მოქმედების ქვაკუთხედი, საყრდენი უნდა იყოს და არის მოსული უფლის სიტყვის მოთხოვნები. უფლის გაცხადებული ნებელობა. არსით აქაც ძალიან მოკლეა. ცლათად შეიძლება საუბარი და რაც შეგვიძლია ცლათად საუბროთ, ძალიან მოკლეა. ბოროტების გავაქვს დასაგდები. მორჩა და გათავდა. აი ამიტომ ვარ შესაკრები, ამიტომ გჭირდება მეოთხე ყრილობა, ამიტომ გჭირდება ეს დადგენილებები, ხელმოწერები. და როგორც იტყვიან, აგერ ბურთი და აგერ მოედანიო. რაღაც დრო სამოქმედო გვაქვს და გესარგებლოს. მადლობთ ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ ბოდის მოგიხდით, სიტყვა გაგიგრძელდა. შეიძლება გადაგღალეთ, მაგრამ რა ვქნათ. მომავალ შეხვედრამდე დროებით შეხვედრამდე.